სოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი გასართობი არის ხოლმე საკუთარი ცხრილის შევსება შედგენა. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ უნდა გადავიაროთ სოფლიო ჩემპიონატის ბრეკეთი. ეს იქნება მცირე მოთელვა თუ რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეს გულშემატკივარს დღევანდელი სოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ. ეს შეიძლება საფრანგეთიდან ძალიან სულად შემოუტრიალდეს მით უმეტეს გერმანიასთან. ძალიან მაგარი გუნდი. ძალიან კარგი გუნდი. აი ახლა რასაც თქვენ იტყვით, დიდი ალბათობით ჩემპიონატის დასრულების დროს თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. აი, ადრე ლაპარაკობდნენ ხოლმე საქართველოს ნაკრებზე, რომ ამ ნაკრებს შეუძლია სახლში ყველას მოუგოს. ერთადერთი რაღაც მაქვს იტალიის მიმართ საგულშემატკივრო და არის აი ამ ნაკრებში კანავარო როა მთავარი ცნელი. იტალიის გულშემატკივრები რაც ხავს ეჭიდებით და აქ მე მგონი რომ უფრო იქნება ამ გუნდებს შორის გადამწყვეტი ფიზიკური მონაცემების ფაქტორი. ამერიკა, კანადა ძალიან კარგი თამაში. როგორც თამაში. იყოს ხო? ამერიკული ფეხბურთის მეგობარი და მხარდამჭერი არის ენერგია ბორჯომისგან და მთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში იქნება ჩვენთან ერთად ეს ენერგეტიკული სასმელი და თან ისეთი ცხრილია და ისეთი კალენდარია, რომ ენერგია კიდევ გვჭირდება ყველას ერთად რომ ბოლომდე ყველა თამაშს გავყვეთ. პატარა ეკრანი გვაქვს აქ სტუდიაში და აქ მივყვებით ამ პროცესს და პატარ-პატარა დებატების შემდეგ შევთანხმდეთ ხოლმე ვინ როგორ რანაირად რა პოზიციაზე დაასრულებს ჯგუფს, მე საუკეთესო მესამე ადგილოსნებიც გამოვარდნოთ და მე უკვე გავყვეთ პლეი-ოფის სისტემას. ხო, ცხრილს თუ არ აკეთებდნენ ხოლმე მინიმუმ ყოველთვის იმაზე საუბრობენ, რომ ვინ შეძლებს გასვლას ჯგუფიდან, ვინ ვის შეხვდება და რაღაცა ესე გონებაში მაინც ყველა ალაგებს ამ ერთგვარ საპლეი-ოფო წყვილებს, მე გამარჯვებულზე მიდის ხოლმე სულ განხილვა და ჯაბაასი და რაღაც აი ამ ორ ტრიალში არის გულშემატკივარი დაწყებამდეც და დაწყების პროცესშიც, როცა მე უკვე ჯგუფური ეტაპი სრულდება ხოლმე, იქიდან უკვე აბა ეხა ვინ ვის გამოაგდებს არის მთავარი განხილვის საგანი. აი იმ ცხრილების და იმის ალტერნატივა არის მშვენიერი, ესე რა ქვია, ფენტეზი და რასაც FIFA-ს ოფიციალური პლატფორმა გვთავაზობს, ხო? შესაბამისად, ანუ ესეც გასართობია, ხო, გარდა იმისა, რომ რაღაცა აი ორომტრიალი არის, ასრთა გასვლა გამოსვლა არის რაღაცა აქეთ-იქით. მე პირადად ამ იმითი რა ქვია, ამ პლატფორმით ძალიან ვერთობი ხოლმე რა, ამ ფენტეზით. სულ ვცდილობ ხოლმე რომ ვითამაშო და ეხლა მანდ ბოლომდე თუ ის არ არის დაუშვათ რაღაცა გუნდი გავა რომელ ადგილზე გავა და რაღაცა კონკრეტულ ფეხბურთელებთან მიმართებაშიც ძალიან საინტერესო არის ხოლმე და ავტომატურ რეჟიმში მე ეს ფეხბურთოს ხო გუნდიდან ირჩევ და გარკვეულწილად დამოკიდებული არის შენი არჩევანი იმაზე რამდენად წარმატებული არის ეს გუნდი მე რა ამიტომ გინდა არ გინდა მაინც ჩართული ხარ ხო ეხლა მაინც და მაინც ხილს თუ არ ავსებ და რაღაც იმას რა ქვია ბავშვობაში თუ არ გადავარდები მაინც ყველა ვარიანტში ჩართულობა ამ კუთხით გააქვს და ისე შენი წარსული მაკედან მოდის ანუ ჩემი წარსული მაკედან და გაზეთებში გამოტანილი ცხრილების შეესება და ეხანდელ ახალგაზრდებს და პატარა თაობას ვინც აქტიურად ელოდება ვთქვათ მსოფლიო ჩემპიონატს უკვე ელექტრონული ფორმატით ხო მაგრამ მე მაინც მიხარია ის რომ ეხა აქ სტუდიის გზაზე რომ მოვდიოდი ერთ-ერთი გაზეთების სტენდზე შევნიშნე. აუცილებლად ეხა უკანა გზაზე. აი აქედან წასული ამ ინსპირაციით წავალ და შევიდნენ და კი, კაია და თან წეგან ახსენა სანდრო ფენტეზი და ჩვენ ამერიკული ფეხბურთის პირველ აი ამ ეპიზოდზე დავაანონსეთ რომ სოფლიოს ჩემპიონატის ირგვლივ ბეტსონ სპორტზე არ იქნება მარტო რაღაც ლაივების სერია და მარტო ის კონტენტი და სტატიები რომელსაც ისედაც ელოდება ჩვენი მკითხველი დამაყურებელი ემატება ფენტეზი და ეს ფენტეზი უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც იყო ბეტსონ სპორტის აპლიკაციაზე და კარგი იქნება თუ მსოფლიოს ჩემპიონატზეც უფრო მეტი ჩართულობა იქნება და ის გართობა და ის გასართობი რაც ან რომ ახსენა რომ ფენტეზის კიდე თავისი მუღამი აქვს ასე ვთქვათ ბეტსონ სპორტის აპლიკაციაშიც ბევრი საინტერესო ამბავი მოხდება და ჩვენ კი შეგვიძლია ნელ-ნელა გავყვეთ ჯგუფებს და თანმიმდევრობით მივყვეთ ამ პროცესს, რაც A ჯგუფიდან დავიწყოთ და მე გავიდეთ ბოლოში. მე ეს პლატფორმა, რომელიც FIFA-მ შემოგთავაზა და ძალიან საინტერესოა, თან ერთი ის აქ შეგიძლია რომ მისცე ნება და თვითონ გააკეთოს ყველაფერი და ორჯერ ვცადე ამ გადაცემის დაწყებამდე და ერთხელ მოიგო კაპოვერდე FIFA-ს ვერსიაში, სოფლიოს ჩემპიონატი და მეორე პანამამ.
რაღაც ესეთი არჩევანი აქვს თავად FIFA-ს, რომ რაღაცა underdog-ებს ანიჭებს უპირატესობას. არგუმენტაციას აყოლებს თუ არა, რაღაც ეს პირდაპირ უბრალოდ გთავაზობს გამარჯვებულს და ჩვენ დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო ლოგიკური რაღაც დასასრული გვექნება ჩემპიონატის ბოლოს. ამ აპლიკაციის რენდომ გამოთვლას ალბათ ვაჯობებთ. კი, რაღაც უკეთესი მოლოდინი მაქვს. დავიწყოთ A ჯგუფით და მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, კორეა, ჩეხეთი, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი, ასეთია პირველი 4-ეული. 3 მასპინძლიდან, ხო? მე მგონია, რომ მექსიკა არის გამოკვეთილი ლიდერი აი ამ ტრიოში. მე მიმაჩნია, რომ ჯერ ერთი იქნება ბევრი სურპრიზი, ბევრი სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე. და მეორე მგონია ის, რომ მასპინძლობის როლი ხო ძალიან წინ იქნება წამოწეული ისევ და ისევ ბევრისთვის ცოტა უცხო გარემოდან გამომდინარე ხო იქ გადაადგილება საათების სარტყელი და ასე შემდეგ სიცხე ამინდი და ყველაფერი სხვა დანარჩენი და აი ამ ტრიოდან ხო მექსიკა შეერთებული შტატები კანადა მე მგონია რომ მექსიკა არის ლიდერი აი ამ ტრიოში საერთოდ არ გამოუცხო რომ მექსიკელებმა შორს იარონ ამ სოფლიო ჩემპიონატზე ისე შორს როგორც ჯერ არ წასულან და თან საშინაო კედლებში მექსიკა ყოველთვის ძალიან ანგარიშგასაწევი ძალაა და იქნება აქაც კი აქაც იქნება და ოღონდ კიდევ ერთხელ ვიზახი მე მგონია რომ აქ ყველაზე შორსავა იმ სხვა მსოფლიოებთან შედარებით შემადგენლობაც ხო მექსიკას ისეთი ყავს რა აი რო შეხედავ მოგეწონება და ნუ თან ახლა პლუს სახლის ფაქტორი მასპინძლობა ის და შესაბამისად ვიღებთ საკმაოდ კონკურენტუნარიან ნაკრებს მექსიკის ნაკრების სახით უფრო მეტად კონკურენტუნარიანს კიდევ ერთხელ ვამბობ ვიდრე ჩემი გადმოსახედიდან არიან ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა ასე რომ ამ ჯგუფში პირველობას მე ვანიჭებ მექსიკის ნაკრებს ჩემი მოსაზრება რო თქვა თავიდან ბოლომდე მექსიკაზე კი ვთქვი მაგრამ აი ჩემთვის ამ ჯგუფში არ ვიცი რატო ეს თავიდანვე რო ჩამოყალიბდა პირველი ორი ადგილი აი ესე გადაჭრით ვთქვი რომ არის მექსიკა ჩეხეთი და ჩეხეთი და რატო ჩეხეთი მაგას ვიტყვი ჩემი გადმოსახედით იმიტომ რომ აი ჩეხეთის როდესაც ჩვენთან ერთად იყო საქართველოს ნაკრებთან ერთად ლიგის ჯგუფში მაშინ ჩეხეთს ჰქონდა ნუ სტარტი გვახსოვს ალბათ როგორი კრიზისი იყო და აქ ჩამოვიდნენ თბილისში და როგორ წავიდნენ ესეც ყველას კარგად ახსოვს და არა და ჩეხეთი აქაც რო ჩამოვიდა სათამაშოდ ჩემს წარმოდგენაში არის ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული გუნდი უშუალოდ მოედანზე. გულს ყოფ იმას, რომ დისციპლინას არ მომოფ იმას, რომ ბევრს დარბიან ან რაღაცა. აი ჩეხეთის ნაკრები წარმოვიდგენ ისე, რომ რასაც მწვრთნელი იტყვის თეორიაზე და უშუალოდ გასახდელში მატჩის დაწყებამდე, აი 11-ე ფეხბურთელი ამას ასრულებს ზედმიწევნით. ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ შეასრულოს და არ გადაუხვიოს ამ ყველაფერს. რადგან არის სოფლიოს ჩემპიონატი, რადგან არის რაღაცა ეს კონკრეტული რაღაცა ერთი წრე, რომელიც ბევრ რაღაცას გადაწყვეტს ჯგუფში, მგონია რომ ჩეხეთის ნაკრები მივა იმ დონემდე, რომ აი ამ კონკრეტული რაღაც მოსაგები თამაშისთვის, რომელიც შეიძლება კონდეს კორეასთან, უშუალო რაღაც კონკურენტთან, ასე მგონია, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში და თუნდაც იგივე მექსიკასთან, აი ამ თავისი ორგანიზებულობით იმდენად ასეთი მოლოდინი მაქვს ყოველ შემთხვევაში და თან ფეხბურთელების ხარისხიც რო ავიღოთ, ნუ საშუალო ევროპული დონე და თან იქ შიკი რომელსაც საჯარიმოში ყველაფერი შეუძლია რომ გააკეთოს და მსგავსი ფორვარდების არის ჩემი აზრით სოფლიო ჩემპიონატი. აი მასეთმა ფორვარდმა შეიძლება ერთი ისეთი კონკრეტული ტურნირი ჩაატაროს რომ მე რაღაცა წლების მერე გალაპარაკოს რომ აი ის გახსოვს ჩეხეთში რომ ის იყო შიკი იყო რა მე მაგას შენთან ერთი შეკითხვა და ხარაზასაც ანუ თუ თანხმდებით მექსიკაზე ხო რომ ჯგუფის ლიდერია და პირველ ადგილოსანი არის და მეორე ადგილთან ვართ მისულები ხო აზიელების პროგრესი თუ ჩეხების სტაბილურობა იმიტომ რომ ეს აზიური ნაკრებები ხო ტურნირიდან ტურნირამდე ყველანი ვხედავთ რომ პროგრესირებენ თან ძალიან მოდი ახლა იმასაც ვიტყვი რომ მაინც და მაინც ბევრი თამაში აქ მჯდომებს იგივე სამხრეთ კორეის ნაკრების ნანახი არ აქვს ანუ ჩვენ ვსჯელობთ იქიდან რაც გვაქვს ნანახი და იმასთან შედარებით სამხრეთ კორეა როგორ არის წინ წასული ხო ესე შესაბამისად არის კითხვის ნიშანი ამიტომ ესე
ცალსახად ხო, მაინც და მაინც ამ ჩეხებზე მე პირადად ვერ ვიტყოდი რა, რომ ეს არის ჩვენ ეხლა ხო ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივარს და ჩვენც მათ შორის ბევრად უკეთესი ჩეხეთის ნაკრებები გვინახავს. ხო, რა თქმა უნდა. კარგი შემადგენლობითაც, უფრო კარგი ორგანიზებულობით და დისციპლინით. მაგრამ უფრო ტექნიკური რესურსით. ორგანიზებულობა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჩეხეთის ნაკრებისთვის. არაფრით არ ჩამოუვარდება სამხრეთ კორეა. იმიტომ რომ ამ ორი ნაკრების იაპონიის და სამხრეთ კორეის ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორი არის ორგანიზებულობა, ზუსტი სწორი დისციპლინა და გეგმის ძალიან 99%-იანი შესრულების რაღაცა რომ დადებენ იმ გეგმას, რასაც თქვა დავალება აქვს კონკრეტულ მატჩში. აქ მე მგონი რომ უფრო იქნება ამ გუნდებს შორის გადამწყვეტი ფიზიკური მონაცემების ფაქტორი და ჩეხეთი არის ძალისმიერი, უფრო ისეთი აღნაგობის თვალსაზრისით, ანუ უფრო დიდი გუნდია, ხო? უფრო მოცულო ისეთი, ანუ ჯანიანი გუნდი არის, უფრო ესე რომ ვთქვა. ეგრევე კოლერი რო გახსენდება ეგეთი გუნდი. ეს გახდეს, ანუ მათ შორის დაპირისპირებაში რო ვთქვა, ვინ გავა მეორე პოზიციაზე, ან თუნდაც პირველზე, იმიტომ რომ მაინც ასე თუ ისე თანაბარი ჯგუფი არის გუნდებიდან გამომდინარე. და პლუს მე მგონია, რომ სამხრეთ კორეამ ჩეხეთს შეიძლება დაჩაგროს სისწრაფეში. ანუ მოქნილობაში და სისწრაფეში. ჯანით ხო ჩეხეთი დაჩაგრავს აუცილებლად ხო, ანუ ერთ-ერთი პირველი ფაქტორი ჩეხების ორგანიზებულობასთან ერთად არის ის, რომ არის ძალიან მაღალი, ძალიან ჯანიანი გუნდი სტანდარტები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ თუ გავიხსენებთ, როგორ რამდენი სტანდარტიდან შეგვიქმნეს მოგები. თავარი მომენტები იყო ჯარიმა კულტური. საოცარი თამაში ყველას გვახსოვს ხო, ანუ ძალიან რთული იქნებოდა იმ თამაშის გადარჩენა და აქაც იგივე ალბათ სტილით იქნებიან წარმოდგენილები ხა მით უმეტეს კორეასთან, იმიტომ რომ ყველაზე ტანმაღალი მცველი კი მინჯე ყავთ და რომელიც არის საუკეთესო ფორმაში. დანარჩენი მცველები როცა ჩადიან სტანდარტულზე, ჩეხეთი ძალიან საშიში არის. ალბათ პირველ ადგილზე მექსიკა უნდა გავიყვანოთ. მე მოგვავით მაგ ამბავში. მე მაინც მგონია რომ მეორე პოზიციას მაინც სამხრეთ კორეას მივიჩნევ რომ რაღაცნაირად უფრო უკეთესი პერფორმანსი ექნება, იმიტომ რომ სამხრეთ აფრიკასთან ქულების აღების თვალსაზრისით აქ უნდა იყოს დანარჩენი გუნდების ყველაზე სუსტი სამხრეთ აფრიკაა და დანარჩენმა სამა გუნდმა უნდა გათვალოს რომ სამხრეთ აფრიკასთან რაღაც მაქსიმუმს მიაღწიონ და რატომღაც გონია რომ კორეა უფრო მეტად წარმოუჩენს თავის შესაძლებლობას და ნუ ხო მეც მიყვები ხარ მოყვებით მაშინ კი არ მჯერა არც პირველი ჯგუფი გადავიარეთ მექსიკა პირველ ადგილზე კორეა მეორე ადგილზე მესამე ჩეხეთი და ჩეხეთის მესამე ადგილთან იმედიანად უყურებთ და მეოთხე სამხრეთ აფრიკა ასეთი იქნება ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფი გადავიდეთ B ჯგუფზე და კანადა ბოსნია-ჰერცეგოვინა კატარი და შვეიცარია, ასეთია. მეორე ჯგუფი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და მოვედით კიდევ ერთ მასპინძელზე. ხო. კიდევ ერთ მასპინძელზე მოვედით. კანადაზე და ნუ ხო, აი ის არის, რა ქვია, წინა გადაცემას უყურებდი. და მსოფლიო ჩემპიონატი სატარდება და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, კანადაც კი მასპინძელი, მაგრამ აი ზუსტად ეგეთი მასპინძელია საფეხბურთო კუთხითაც. კანადა ყველაზე სუსტი ამ სამიდან და მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ კაილ არინი და დეივიდი ყავს. ბიუკანანი ყავს. მაგრამ სახელები არის. ხო, მაგრამ მე უყურე შვეიცარია გერმანიის უყურე რომ მუშაობდი შვეიცარია გერმანიის ამხანაგურ მატჩზე რა. ანუ ბოლო რაც მაქვს შვეიცარიის ნანახი იყო სადღაც 9 თვის წინ რა ანუ ძალიან მაგარი გუნდია შვეიცარი ძალიან კარგი გუნდია რომელიც ამ კანადას არ მისცემს იმის შესაძლებლობას თუ მაინც და მაინც კანადაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული ამ კანადას არ მისცემს იმის შესაძლებლობას რომ დაიკავოს ამ ჯგუფში პირველი ადგილი აქ ჩემი ულაპარაკო ფავორიტი არის შვეიცარიის ნაკრები მეც მოყვები მაგრამ ამ ბავშვი რომ შვეიცარიის ნაკრები ხარისხობრივად, რაც ყველაზე მთავარია, ხარისხობრივად ამ ჯგუფში უდაოდ ნომერ პირველია. აი მეორე პოზიციას რაც შეეხება, არ ვიცი ალბათ მე იმდენად გული მატკინეს და იმ თამაშში, რომელსაც ძალიან ველოდებოდი და რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საერთოდ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე რა ენთუზიაზმით ვიქნებოდი, იქ ისე ითამაშა ბოსნია, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. რომ არ ვიცი, იმ მომენტში თუ მინდა რომ ამ ბოსნიამ
ბევრი იაროს რომ მე იტალიის ეს ყველაფერი გამართლდეს არ ვიცი ანუ საიდან მოდის ეს ყველაფერი მაგრამ მგონია რომ აი კანადა ბოსნიაში იქნება ეს თავარი თან ისეთი ბრძოლა რომ არ დაიჩაგრება ბოსნია დიდად მეც გეთანხმები ძალიან ახალგაზრდული გუნდი ყავს ბოსნიას შემადგენლობას რო გადახედო ტექნიკური რაც ყველაზე ისეთია ტექნიკური და ძალიან მოძრავი ანუ ძალიან დიდი ენერგიის გუნდია და თან ყოველთვის ესეთი გუნდები რომლებიც ვთქვათ ხშირად ვერ ასპარეზობენ მე უფრო რაღაცა მეტი мотивაციით და უფრო მეტი და თან როგორ გავიდნენ სოფლიო ჩემპიონატზე ესეც ხო ახმაურიანი გასვლა ქონდათ აქ გონია რომ უფრო კანადა მესამე ადგილით შეიძლება აღმოჩნდეს ის მასპინძელი იმ სამიდან რომელიც გავიდეს ჯგუფში მესამე პოზიციიდან ну თუ აჯობა ვთქვათ ბოსნიას მეორე ადგილის დაკავებაში ბრძოლაში შვეიცარია ჩემთვის ზოგადად ამ ტურნირზე ანდერდოგებს თუ ავიღებთ სამი ნაკრები მყავს რომელიც მგონია რომ გამოკვეთილ ფეხბურთს შემოგთავაზებენ და ძალიან დაგვამახსოვრებენ თავს და შორსწავლენ ერთ-ერთი არის სწორედ ამ ჯგუფის მონაწილე შვეიცარია ნორვეგიას მივიჩნევ ასეთად და იაპონიის ნაკრებს მივიჩნევ მესამეს შვეიცარიაც სანდროს ვეთანხმები და ლუკაშენს გეთანხმები რომ უპირობოდ მგონია რომ ჯგუფის ლიდერი იქნება მოდი გავიყვანოთ მაშინ პირველ ადგილზე ეს ბევრი საუბრის გარეშე შვეიცარია და გადავიდეთ უკვე მეორე ადგილოსანზე და აქ ცოტა ბოსნიასა და მეორე ადგილოსნების ჭიდილზე როდესაც კანადას შორის ე딘 ჯეკო და ახალგაზრდა ბიჭები მგონი უფრო რაღაცა ისე იქნება ხო მე უფრო გამიხარდება დიდი ამბიციით მეორე ადგილზე რო გავიდე ბოსნია მგონია როგორი ნაკრები იცი აი ადრე ლაპარაკობდნენ ხოლმე საქართველოს ნაკრებზე რომ ამ ნაკრებს შეუძლია სახლში ყველას მოუგოს ხდები ანუ ეს თეზისი არსებობდა რა და მართალ ანუ სიმართლესთან ახლო იყო ხდები იმიტომ რომ თბილისში რო თამაშობდით მე გეუბნები აი არა ამ ნაკრებს ამ ფორმაციის და არა პირველი ფორმაცია ხო ანუ ბოსნია გავს ამ გუნდს ანუ ბოსნია ჩემთვის გავს იმ საქართველოს ნაკრებს გავს ოღონდ თუმცა ჩემთვის ის საქართველოს ნაკრები უფრო კარგი საყურებელი არის მართლა შეეძლო ყველასთან ხო მართლა თავისი ქინკლაზი კეცფათი და შოთით და ასე შემდეგ ეხლა ბოსნიას ეგეთი ფეხბურთელები ეხლა აღარ ყავს ყავდა ბავშვად მირალემ პიანიჩი ხო ძალიან მაგარი ფეხბურთელი ხო და თან ისეთ პოზიციაზე საკვანძო პოზიციაზე საყრდენის და ათიანის პოზიციაზე რომელმაც თამაში უნდა ააგოს და დაიწყოს ხო და ბოსნიამ იტალიას რომ მოუგო აი ამითი რომ თავის თავს გადაახდა ენთუზიაზმი იქ სახლის თამაში და აი ყველაფერი ერთად შეიკრა და იტალიაც აღარ ვარ გან და იტალიაც არ არის ის იტალია ხო ანუ ეს არ აქვს გატუზო ყავდა მწვრთნელი და არ არის ის იტალია რომელიც შეიძლებოდა და იქ მერე კიდე რაღაცები მოხდა იმ თამაში ყველაფერი შეიკრა ბოსნიის სასარგებლოდ რა და მე ამიტომ ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი ბოსნიის ამბავს იგივე კანადასთან მიმართებაშიც ხო ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი ბოსნიის ამბავს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამ კანადაში კი ჩვენ მე პირადად მივიჩნევ რომ იმ სამეულში ყველაზე სუსტია მაგრამ იმ სამეულში ყველაზე სუსტობა არ ნიშნავს იმას რომ ბოსნიაზე სუსტია ფარაზეს მოусმინოთ და გითხრას თავისი აზრი დაახლოებით მაინც აი ამ სიტუაციაში და ისევ ეგრე გადავწყვიტოთ ჩემი ხმა გადაწონის მეორეზე გავაგან ისევ ეგრე გადავწყვიტოთ მეც გონია რომ სამი მასპინძელიდან ყველაზე მეტად რთულად გასვლას მოახერხებს კანადა თუმცა მოახერხებს და მესამე პოზიციაზე მგონია რომ მაინც გავა ამ ჯგუფში ამ შემთხვევაში ბოსნია გავიყუროთ მაშინ მეორეზე და მესამეზე კანადა და ბოლო ადგილზე გავიდეს კატარი ეს ჯგუფიც დავაკომპლექტეთ და ამ ჯგუფში უკვე მე გავიმარჯვა და სასიამოვნოა. გადავიდეთ მესამე ჯგუფზე. ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი და შოტლანდია. აი აქ ალბათ უფრო სამ გუნდზე, მეოთხე გუნდზე, ანუ ფაქტობრივად რა ვიცი რა უნდა ვთქვა და ჩვენც ყველა ერთად, თქვენთან ერთად ველოდებით ამ ნაკრებს ერთად ვნახოთ რა ფორმაცია, როგორ გამოიყურებიან, რას თამაშობენ, როგორ თამაშობენ და დანარჩენი ვილაპარაკოთ უშუალოდ ბრაზილია, მაროკო, შოტლანდიაზე და გადავიაროთ ის თუ შოტლანდი აი ამ ფორმაციის შოტლანდიას რა ფეხბურთის თამაში შეუძლია, ჯერ მაგით დავიწყოთ და სად და როგორ შეუძლია საკუთარი თავი აპოზიციონიროს ამ ჯგუფში. ჩემი აზრით შოტლანდია არის მესამე ამ ჯგუფში. ფავორიტი ჯგუფის ცნობილია, გასაგებია ბრაზილია არის აუთსაიდერიც გასაგებია. გამოკვეთილია. არა, მაროკომ რო ჯგუფი მოიგოს არ გამოიკვირდება რა. მე გამოიკვირდება. აი, რაღაცა გიმალო და გამოიკვირდება. არ ვიცი, ხე ბრაზილიის ნაკრების ამ ტრანსფორმაციის პერიოდში და ხო, ნახოთ, საინტერესო ჯგუფი არის პირველი პოზიციისთვის, ну თითქოს უდავო ფავორიტად ეხა ბრაზილია მიიჩნევა, მაგრამ
მაროკოსგან სურპრიზები შეიძლება იყოს. მოდი მაშინ ესე გავყვეთ ამ ყველაფერს. მაკტომინეის ფაქტორით შოტლანდია მოვინიშნოთ რაღაც მესამე ადგილზე და თან მოვინიშნოთ ისე რომ სადღაც შეიძლება თავი ამოყოს საუკეთესო მესამე ადგილოსნებში. ნუ ხარაზამ კი გითხრა რომ შეიძლება მაროკოც სადღაც პირველ პოზიციაზე, მაგრამ ლოგიკური რომ იყოს და ამ ქვეყანაში ყოფი ბევრი ბრაზილიის გულშემატკივარი რომ არ გავანაწყენოთ. მოდი მასე გავყვეთ მაშინ. ბრაზილია, მაროკო, შოტლანდია, ჰაიტი. ალბათ ყველაზე ლოგიკური ამ ჯგუფის ისედაც ასე იქნებოდა ამ ჯგუფის დაალაგება და გადავიდეთ D ჯგუფზე. ამერიკის შეერთებული შტატები, პარაგვაი, ავსტრალია და თურქეთი. ჩემი აზრით ძალიან თანაბარი ჯგუფია. კი. და მოდი მე გავრისკავ და ვიტყვი რომ აქ თურქეთის ნაკრებს მივცემ უპირატესობას რა. პირველ ადგილს ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ მე პირადად თურქეთის ნაკრები მახსოვს აი იქაც 2002-ის მსოფლიოზე ყველაზე კარგი თურქეთის ნაკრები და ყველაზე მაღალი შედეგით და ეს ნაკრები არაფრით არ მგონია ნაკლები იმას. თუ მეტი არა. ის კადრებით უნახეთ რა მოლოდინით და როგორ გააცილეს თურქეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში. კი, უნახე. აი მასე რომ მიდიხარ, ნების სადაც არ უნდა მიდიოდე, რა ტურნირზეც არ უნდა მიდიოდე და როგორი, ალბათ რა ვიცი, 2x-ში გადადი შენი შესაძლებლობები, აი მასე რომ გააცილებს ქვეყანა რაღაც კონკრეტულ ტურნირზე და დაუჯერებელი კადრები იყო, ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი და თან ხარისხობრივად ხო თურქეთი არაერთხელ თან აი შენ რაღაც ახსენე. ჩვენ შეიძლება რაღაც ნაკრების თამაში სისტემატურად ნახე არ გვაქვს, მაგრამ ის თურქეთის ნაკრები ჩვენ ნახეთ. ბოლოს ყველგან თითქმის აქაც თურქეთშიც ევროპის ჩემპიონატზეც და ნახეთ რომ მონტელა შეიძლება არ იყო მათთვის რაღაც კაცი რომელიც თავიდან მოახდენდა თურქულ ფეხბურთის გადატრიალებას და სანგრაფო ფეხბურთის გადატრიალებას, მაგრამ მონტელაზე ბევრი კრიტიკა ვეღარ წამოვა თურქეთში, იმიტომ რომ ფაქტია ამ ადამიანს აქვს შედეგი და თამაშობს მონტელას რო ენდნენ ეს იყო ჩემი აზრით საკვანძო, იმიტომ რომ მონტელა როგორ ჩავდის ხო თურქეთში არაფერი არ არის აბსოლუტურად რამდენიმე კლუბში ხელმოწარული მწვრთნელი, მათ შორის მაგალითად სევილია მახსოვს მე, სადაც ასევე ხელი მოიცარა და ჩავიდა თურქეთში შესაბამისად გამიკვირდა ის ამბავი რომ თურქები რომლებიც არიან ასეთი ექსპანსიურები ხო ასეთი ემოციურები მას მიცეს შესაძლებლობა რომ ეარა თავისი გზით ხო და ჩავარდნები ქონდა თურქეთის ნაკრებს ხო გავიხსენოთ მაგალითად იმასთან რა ქვია პორტუგალიასთან თამაშები და ასე შემდეგ ხო ანუ ჩავარდნები ქონდა თურქეთს ხო ცოტა არასტაბილურობა ახასიათებს მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თურქეთი რაც ვნახეთ იქნება ცოტა უფრო მეტად დაღვინებული გუნდი იმიტომ რომ უკვე ამ ფორმაციას და ამ შემადგენლობას აქვს გამოცდილება დიდი ტურნირის ევროპის ჩემპიონატის სახით და ეხლა კიდევ უფრო მეტი მოტივაციით და უფრო მეტი ყურადღებით ითამაშებენ ძალიან კარგი პერფორმანს ველოდები მეც მაგრამ მე ზოგადად გონია რომ სამივე მასპინძლიდან ამერიკა აი სანდროს თუ გონია მექსიკა ამ სამიდან უფრო შორს წამოსვლელი და საუკეთესო მე ამერიკის ნაკრები მგონია ესეთი და მგონია რომ ამ ჯგუფში ამერიკის ნაკრები მაინც მოახერხებს პირველი პოზიციის დაკავებას იმიტომ რომ არაფრით არ ჩამოვარდება იგივე თურქეთის ნაკრებს ნუ ახლა ილდიზი და გიულერი კი არის ორი ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდა მაგრამ არანაკლები ნიჭიერი ახალგაზრდები არიან ამერიკის ნაკრებშიც და мотивация რაღაცა საკუთარი ქვეყანაში თამაში ეს ძალიან დიდი ფაქტორი არის რა და მაინც უფრო პირველ პოზიციაზე გავიგე. თან ამერიკელებს ის აქვთ აი წინა ეპიზოდში დაჩი ამბობდა რა რომ გამოკითხვა რომ იყო აქ ამერიკულ მედიაში და საუკეთესო ფეხბურთელების სიაში მე-6 ადგილზე რო არის კრისტიან პულისიჩი და რომ ანუ ეს კაცრად და ეს მყარად რო გონიათ რომ მართლა მსოფლიოში ახლა რო გაყვე მე-6-ეც ისეთი ადგილია რომ უფრო მეც რო იმსახურებს და ეს იმდენად საკუთარ თავში დარწმუნებული და საკუთარ შეძლებებში დარწმუნებული ნაკრებია თავის გულშემატკივართან ერთად და თან მგონია რომ ყველაფერი იმისთვის იქნება რომ რაც შეიძლება შორს და ანუ არ ვამბობ რაღაც შეთქმულების თეორიებზე არ მივდივარ, არა უბრალოდ ფეხბურთელების განწყობაზე და იმაზე ვლაპარაკობ. ამერიკელებს შეუძლიათ შექმნათ ისეთი რაღაცა, მაგალითად, რაც მოახდინეს იმაში, რა ქვია, ლეიკ პლეისიდის ოლიმპიადაზე, როდესაც სტუდენტების ნაკრები გავიდა და ჰოკეიში და მოუგო იმას, რა ქვია, საფრთხე კავშირის ნაკრებს და იმის მერე ფილმი გადაიღეს ამერიკელებმა მაგაზე, Miracle on Ice, იმდენად ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო, მე თუ თურქეთის ნაკრებს ვაყენებ, აქ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ჩამოუწერა. გასაგებ. მოდი მაშინ გადავყვეთ ასე და აქ მე რადგან თქვენ თურქეთი ამერიკა ესე გაიყავით მეც ჩემ ხმას მივცემ ფას და ამერიკას გავიყვან პირველ პოზიციაზე მეორე თურქეთი სწრაფად
რაც შეიძლება, იმიტომ რომ ბევრი ალბათ ხა ამ ორ ნაკრებზე არ ვიცი როგორანაირად, მაგრამ მესამე ადგილს უნდა გამოვარკვიოთ ამ ჯგუფში და პარაგვაისა და ავსტრალიას შორის თქვენი აზრით მესამე მოდი უსე შევთანხმდეთ უცბად U19 პარაგვაი და სამხრეთ ამერიკული ეჭვი არ მეპარებოდა რომ ესე პირველივე წამს გამოიკვეთებოდა სამხრეთ ამერიკული ნაკრები მესამე ადგილზე და ხო ნუ პარაგვაი ალბათ ყველაზე ისეთი ვერსია ამ შემთხვევაში მესამე ადგილისთვის და გადავიდეთ შემდეგ გუნდი გოლს აღუშვებს და რა ვიცი ხო აქაც თუ არ გაუშვა მესამე ადგილზე გავა მესამე ადგილზე გუნდი რომელიც გოლს აღუშვებს მესამე ადგილზე უნდა გავიდეს რომელი უშვებს რა იმ მომდევნო ჯგუფში რო გუნდი არის ის კიდე უფრო მაგრად არუშვებს ეკვადორის ნაკრები გადავიდეთ ახლა იმ ჯგუფზე გერმანია კურასაო კოდიუარი და ეკვადორი ასეთია შემდეგი ჯგუფი აქაც ცოტა ისეთი ამბავია ერთი ნაკრები კურასაო არის ისედაც შეგვიძლია ეგრევე გამოვრიცხოთ სამი უნდა აქ ხო ნუ გერმანიის ნაკრები მოდი პირველ ადგილზე ეს ულაპარაკოთ დავტოვოთ გერმანიის ნაკრები და შევავსოთ ეს სველი. თუმცა გერმანია ეკვადორის თამაში ძალიან მაინტერესებს. გერმანია ეკვადორის თამაში კი ეკვადორისთვის გოლის გატანა აი მართლა ძალიან რთული ამბავი არის. შესარჩევში მეორეზე გავიდნენ და 5 გოლი ჰქონდათ გაშვებული. ანუ ეხლა რაღაცა ისა აქ რა თან მართლა კარგი შემადგენლობა ყავთ ეს ახალგაზრდა თავის პაჩუები და ორდონესები და ბიჭები ვინც არიან მაგარი გუნდი ყავთ და ტემპერამენტი რომ მოდის გუნდისგან ხო იცი რა უყურე ინკაპიე პაჩო და ესტუპინიანი არის დაცვა ხდები მეოთხე ნუ კაი ესტუპინიანზე არ ვიცი რამდენად გამოვკვეთ იმორზე გეთანხმებით ესტუპინიანზე ნუ არიან მილანში ესტუპინიანი და თამაშობს და მილანში როგორ არის ახლა მაგაზე არა იმორ ადამიანზე მოყვებით თავიდან ბოლომდე რომ დერბიში გაიტანა გოლი რომელმაც გადაწყვიტა იმ დერბის ბედი. მხოლოდ დერბის ბედი გადაწყვიტა მაგ შემთხვევაში. თელი სეზონი ერთი გოლი ვერ გადაწყვეტს ვერაფერს და შესაბამისად დერბის ბედი გადაწყვიტა ესტუპინიანის გოლმა. მილანის კომაგებში არა კარგი. თან ძალიან დიდი წაუგებელი სერიით. არა მოყვებით და რაღაცა ის არის რა. ეხა მე არ ვიცი გერმანიას ვინ უნდა ყავდეს 9 ნომერი. ვოლტემადე? ნუ ამ თუ ჰავერცი. ჰავერცი ვოლტემადე მე მგონია რომ ჰავერცი იქნება უფრო. არა უფრო ჰავერცი მგონია. იმდენი ფეხბურთელი ჩამოთვალე ახლა ხო? ჩემთვის ყველაზე კარგი ვარიანტი არის ჰავერცი. თან იმ პროფილის ფეხბურთში და პროფილის ფეხბურთს თამაშობს ეს ფორმაციის გერმანიის ნაკრები ალბათ ჰავერცია ყველაზე ოპტიმალური ვერსია ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ჰავერცია ყველაზე ოპტიმალური ვერსია და მე მგონია რომ თუ ახლა კონკრეტულ პერსონალიებზე მიდგება საქმე, საერთოდ არ გამორიცხო რომ ვირცის ჩემპიონატი იყოს ეს. ანუ შეიძლება იმდენად არ იყოს გერმანიის ჩემპიონატი, რამდენადაც იყოს ვირცის ჩემპიონატი. ანუ ბევრს ელოდები ფლორიან ვირცისგან, მაგასამ. ფლორიან ვირცისგან ველოდები ძალიან ბევრს. მოკლედ გერმანია პირველზე გავიყვანეთ. კი ბატონო, მეორეზე კოლუმბია რა იყო და ეკვადორი. კი ბატონო, ყველაფრის გათვალისწინებით. თუ მეოთხეზე კურასაო გაყავს კოდივარი რჩება მესამე პოზიციაზე. ეს ჯგუფიც მარტივად და თან არ არის კოდივარი კარგი ნაკრები რა, ეხლა რომ შეხედო, ანუ ძველი კოდივარები ბევრად უფრო ჯობდა ვიდრე ეს. F ჯგუფზე გადავიდეთ, სადაც ნიდერლანდები, იაპონია, შვედეთი და ტუნისი და აი ამ ჯგუფზე თუ მაგალითად D ჯგუფზე სანდრო თქვა რომ ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი ჯგუფია ამ შემთხვევაში მგონია რომ აი F ჯგუფი არის ყველაზე ბევრი საინტერესო თამაში ჯგუფურ ეტაპზე სადაც შეიძლება ვნახოთ არის ეს ჯგუფი ნიდერლანდები, იაპონია, შვედეთი, ტუნისი, იმიტომ რომ აი რაღაც რთული ჯგუფია. ნიდერლანდებისთვის არის პირველ რიგში. და ტუნისის ნაკრებზე რატომ ვფიქრე რომ ეხლა რამდენიმე სპორტულ გამოცემაზე შემხვდა ესეთი Instagram პოსტი იყო უცნობი ნაკრებები შესაბამისად ტუნისი, ბოსნია, ახალი ზელანდია ეს იყვნენ ფეხბურთელები და ქვევით გუნდები სად თამაშობენ ეს სპორტები. როგორ თამაშობენ ეს სხვა, მაგრამ აი ეს გუნდების ფოტოები იყო გამოსული და ტუნისის ნაკრებს რო გადავთვალი, ტოპ 5 ჩემპიონატისგან შედგება მათი 11-ეული. რაც საბოლოო ჯამში იმას გამორიცხავს, რომ ამ ფეხბურთელებს ჰქონდათ რაღაცა დაბალი სამშობლო კლასი, ანუ კლასი ასე თუ ისე ექნებათ, ანუ კურასაოს და იგივე რაღაც კატარისგან განსხვავებით, მაგრამ ცუდი გუნდი ასე ვთქვათ, ტუნისი არ იქნება. და მარტივი თამაში არ ექნება არც იაპონიას, არც შვედეთს, არც ნიდერლანდებს. ტუნისთან უბრალოდ აი აქ ალბათ ყველაზე მეტი კამათი მოგვიწევს ვინ პირველზე, ვინ მეორეზე, ვინ მესამეზე და ასე შემდეგ. ზოგადად აი ჯგუფებში სადაც ერთი ტოპ გუნდი არის ხოლმე, მათთვის ყველაზე უხერხული ჯგუფი ითვლება, სადაც არ არის გამოკვეთილი აუტსაიდერი. ამ ჯგუფში ხა გამოკვეთილი აუტსაიდერი ხა ტუნისის ნაკრები შეიძლება რანგით ყველაზე სუსტი გუნდი არის დანარჩენ გუნდებთან მიმართებაში, მაგრამ ერთმანეთში ეს თამაშებია შვედეთი, ტუნისი, შვედეთი, იაპონია და დანარჩენი გადანაწილება ძალიან ანუ შესაძლოა რომ რთულად საპროგნოზო იყოს და როგორ წარიმართება
უნებრივია ხო ეხა ესე წინასწარ ადვილად ვერ გათვლი. მაგრამ იაპონიის ნაკრებისგან აუცილებლად მე ველოდები პირადად რომ ანუ ჯგუფიდან გავა მეორე პოზიციით მაინც არ არის ის რომ რაღაცა რთული მესამეთი გავიდეს, იმიტომ რომ მგონია რომ კიდევ უფრო კარგ ფეხბურთს ითამაშებენ, ვიდრე ვთქვა წინა მუნდიალზე ითამაშეს, იმიტომ რომ უფრო და ხო წილი გუნდია და ყოველთვის ანუ ისეთ ჩადიან, სადაც ჩადიან, თავის საქმეს აკეთებენ. და ნუ ჰოლანდიის ნაკრები ბუნებრივია ჯგუფიდან გამოსვლილია და ალბათ აი შვედეთი ტუნისში უნდა გადავწყვიტოთ ვინ გავა მესამე პოზიციიდან. ამ შემთხვევაში მე არ მინდა უბრალოდ რაღაც განსაკუთრებული ის გამოჩა, მაგრამ მგონია რომ აი ნიდერლანდების ნაკრები როგორი ნაკრებია, იცი თუ პირველ თამაში იგრძნო და დაიწყო თამაში. შეიძლება შორს გამსული ნაკრებიც იყოს, მაგრამ თუ პირველი თამაში ჩაუვარდათ, საერთოდ არ გამოურიცხავ რომ ამ ჯგუფში პირველ მეორე ადგილზეც კი ვერ გავიდეს, იმიტომ რომ კუმანის გუნდია ასეთი კუმანის ხელწერ ასეთი და ბოლო დროს ამ ნიდერლანდების ნაკრებმა დაგვანახა რომ თუ ასე ვთქვათ ჭრალებში აიჭრნენ შეიძლება ეს გაყვეთ ძალიან დიდი ხანი და საკუთარი თამაშის დაკარგონ და საკუთარი იდენტობაც არც ნიდერლანდებს და მით უმეტეს არც შვედებს არ აქვთ კარგი პერიოდი. კი ბატონო. ამიტომ მე ცოტა თავდაყირა დავაყენებ ამ ამბავს, რომ მე გავიყვან იაპონიას აქ პირველ ადგილზე. მეც მოყვები მაგ ამბავში და შემიძლია რომ აი ახალვე პირველ ადგილზე გავიყვანოთ იაპონიას. საერთოდ არ არის ეგ გამორიცხული. კი ბატონო, ნიდერლანდები გავიყვანოთ მეორეზე, მესამეზე შვედეთი, ბოლო ადგილზე ტუნისი და ეს იქნება ალბათ ის ჯგუფი, რაც მე საბოლოო ჯამში ცოტა არევს ჩვენს ბრეკეტს, იმიტომ რომ პირველ ადგილსანი შეიძლება ბევრისთვის არ იყოს იაპონია, მაგრამ მოყვებით ყველა არსებულ ლოგიკაში, რაც ვახსენეთ ახლა კონკრეტულ მონაკვეთში. გადავიდეთ ახლა შემდეგ ჯგუფზე, სადაც ბელგია, ეგვიპტე, ირანი და ახალი ზელანდია ითამაშებენ და აქაც ალბათ პირველ პოზიციაზე მაინც მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად იმისა, რომ ბელგიის ის ოქროს თაობა მიილია, როგორც ტატო იზახის ვერცხლის თაობა. ხო, ვერცხლის თაობა. თავისთვის ოქროს თორე სოფლიოზე კი გამოჩნდა ის თაობა არის. იყვნენ. ბელგია გავიყვანოთ პირველ პოზიციაზე ალბათ, ხო? ანუ აქ ამ ჯგუფში მაინც ყველაფრის გათვალისწინებით მაგაზე მაინც შევთანხმდეთ წინასწარ და ეგვიპტე ჯგუფში მეორე მესამე ადგილი ცოტა ძალიან რთული ამბავია. ეგვიპტე, ირანი, ისეთი ზელანდია, ირანი, ეგვიპტეს შორის არ ვიცი, ანუ რთულია. მე მგონია რომ მაინც ირანი მეორე პოზიციაზე ითამაშებს ხო რაღაცა იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის სოფლიო ჩემპიონატზე ისია ხოლმე რა. სადა ამ სოფლიო ჩემპიონატი ეს გავითვალისწინოთ. როგორ რანაირად და მგონია რომ აი ეს გრადუსი უკვე რაღაცები ამ დროს ფლეშბექები გირტყავს თავში ხდები ირანთან მიმართებაში რა და ხო ნუ არ ვიცი ხო ბელგია ხო მაგრამ ის ეგვიპტეც გავიხსენოთ რომელსაც ფორვარდ პოზიციაზე ყავს მარმუში ხო ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ისე ითამაშოს, რომ ირანის თამაში საერთოდ გააქროს და თან, ანუ ეგვიპტე მიუხედავად იმისა, რომ ირანზე წეგან ვახსენე, რომ ბევრი რაღაც გათვალისწინებთ, შეიძლება მოინდომონ უფრო მეტად და ამ ენთუზიაზმით რაღაც შედეგზე გავიდნენ. მაინც შეიძლება სათამაშო კლასით ეგვიპტე მაჭოკოს. და ეხლა უკვე თქვენ დამეხმარეთ, ვინ გავიყვანოთ მეორე პოზიციაზე. ხო, მაშინ ალბათ ეგვიპტე იყოს მეორე პოზიციაზე. მესამეზე მაინც ალბათ ირანი, ზელანდია, ირანს შორის ალბათ ხონ. კი ბატონო, ნუ ზელანდიას ისიც ეყოფა მათი ერთ-ერთი უცნობი ფეხბურთელი Instagram ტრენდის შემდეგ რო გახდა ყველაზე ნაცნობი ფეხბურთელი და ალბათ ზელანდიის მთავარი ამოსავალი წერტილი ამ სოფლიო ჩემპიონატზე იქნება რომ მათი ფეხბურთელების ცნობადობა გაიზარდოს უფრო მეტად. სხვანაირად თამაშით დიდად ესე მოლოდინი ზელანდიისგან არ გვაქვს. ყოველთვის მე არ გვაქვს. H ჯგუფი მე მგონი მარტივია რომ ესპანეთი, კაბო-ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი, ასეთია H ჯგუფის. უპირობოდ ლიდერი ესპანეთი ჯგუფიდან გამომდინარე და ნუ ისედაც მთავარი ყველანაირი ფაქტია ზოგადად საფრანგეთთან ერთად. მეორე პოზიციაზე ალბათ კაბო-ვერდეს ფიქრობთ ახლა ჯგუფში. მესამეზე საუდის არაბეთი ხო? კი. ანუ კაპოვერდე ნახეთ ჩვენ ცოტა ხნის წინ ქუთაისში და ამ გუნდს რაღაც კონტურები აქვს იმის რომ ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს თუ წაუვიდათ თამაში, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ძალიან გაუჭირდებათ. მოდი მაშინ ჩვენ დავიწყოთ ეს ტენდენცია და ურუგვაი გავიყვანოთ მეორე პოზიციაზე, მესამეზე გავიყვანოთ კაპოვერდე. გავიყვანოთ მესამეზე, მე არ მგონია რომ ამ ჯგუფის მესამე სადმე გავიდე. გასაგები, ეგ მერე ვილაპარაკოთ. საუკეთესო მესამეებში მოხდეს თუ არა, ხო, მაგას ვფიქრობ. ჩვენ გავიყვანოთ აქ კაპოვერდე და ბოლო ადგილზე საუდის არაბეთი მიუხედავად ყველაფრისა. გადავიდეთ ახლა შემდეგ ჯგუფზე, სადაც საფრანგეთი, სენეგალი, ერაყი და ნორვეგია იქნებიან და აი აქ ის ანდერდოგი რომელიც ცოტა ხნის წინ ხარ დამახსენა ანათებს და მეც გონია რომ ნორვეგიის ნაკრები არის ის ნაკრები რომელსაც შეუძლია რომ აი ამ სოფლიო ჩემპიონატზე დაიყვიროს და ისე ომახიანად და იაროს ისე რომ ბევრი რაღაცთან ამ ნორვეგიის ნაკრებში
ფორვარდები, როგორც მინიმუმ არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ ყველა მომენტში ყველაფრის არაფერი არაკლია. ამ ნორვეგიის ნაკრებს ჭირდება ის პირველადი ფსიქოლოგიური წნეხი დაძლიოს დიდი ივენთის, დიდი ტურნირის, მსოფლიოსი, იმიტომ რომ ხშირად ნორვეგია ხა ესე არასპარეზობს და ამ მოთამაშეებსაც ამ ფორმაციას არ აქვს თქვათ დიდი ტურნირების ეგეთი გამოცდილება. ეს თუ მათ გადალახეს თამაშის ხარისხით, ამბიციით და ასე შემდეგ, მგონია რომ ძალიან შორს სწავლენ. საფრანგეთი ნორვეგია რომელი თამაშია? მეორე თამაშია თუ სწორად მახსოვს. პირველი არის საფრანგეთი სენეგალი, პირველი არის ეგ და ეგ იქნება აი ბომბა თამაში. ხო და მგონია რომ მაინც ნებით რადგან პროგნოზებზე ვლაპარაკობთ და თუ პროგნოზი გამომდინარეობს შემადგენლობიდან და სახელებიდან, ამ ჯგუფში თუ ვინმე პირველ ადგილზე უნდა იყოს, ეს პროგნოზის ნაწილში საფრანგეთია. მეორე ადგილზე ნორვეგია ყველაფრის გათვალისწინებით, შემდეგ სენეგალი ალბათ ფეხბურთელების ხარისხიდან გამომდინარე და ბოლოსზე მე რაგი ასეთია ალბათ ეს სურათი ამ ჯგუფში თუ მეთანხმებით. კი. მაშინ შეიძლება გადავიაროთ იცი რა, ეგ როგორი ამბავია, იცი? მე მგონია რომ აქ ძალიან ადვილად შეიძლება მოხდეს ის რომ გათვლა გაკეთდეს მე პლეი-ოფში სად წავიდე. გასაგები. ანუ რომელ მხარეს მირჩევნია რომ წავიდე, ხო? იმიტომ რომ ხო, გზის არჩევის ამბავი შეიძლება იყოს რა. თუ ამას გვერდით გადავდებთ, მაშინ მაინც მე დავტოვებდი საფრანგეთს პირველ ადგილზე. კი ბატონო. ხო, პირველ პოზიციაზე ამ ჯგუფში და მეორეზე ნორვეგიას. გადავიდეთ ახლა სანდროსთვის საინტერესო ჯგუფზე, სადაც არგენტინა, ალჟირი, ავსტრია და იორდანია. ჩემთვისაც საინტერესო. ხარისხისაც საინტერესო. რა უნდა უბრალოდ სანდროსთვის საინტერესო სკულის, იმიტომ რომ ჩემთვისაც საინტერესო არგენტინის ნაწილში. კი, არა, გულშემატკივრობაზე მოყვებით კიდე ორივეს რო არგენტინის გულშემატკივრობაზე, სანდროსთვის საინტერესო მგონია კიდე უფრო, იმიტომ რომ აი სასაუბროთ რა, ავსტრიის ნაკრებზე თუ მოგიწია მუშაობა. მე მაინტერესებს რამდენად აქვს შანსი ამ ავსტრიის ნაკრებს რაგნიკის ხელში და თან ევროპული ფეხბურთის გათვალისწინებით რამაც შეიძლება პრობლემა შექმნას იგივე არგენტინისთვის თუ აქვს რაიმე შანსი რომ ამ ავსტრიამ რაღაცა პრობლემა მაინც შექმნას აქ პირველ ბრძოლაში. განსხვავებით იმ ჯგუფისგან, რომელზეც ვილაპარაკეთ, ხო, საფრანგეთი, ნორვეგია. აქ ამის ფუფუნება ამ ჯგუფში მოხვედრილებს არ აქვს, იმიტომ რომ ამ ჯგუფში პირველ ადგილოსანი ეთამაშება იქით ესპანეთი ურუგვაის მეორე ადგილოსანს და მეორე ადგილოსანი ეთამაშება იმის პირველ ადგილოსანს. ხდები, ანუ ეს ვარიანტი, ამიტომ აქ მოისპო, ამ ჯგუფში მოისპო. წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, ხო? ავსტრიას გინდა რანგნიკი ყავდეს, გინდა ბრუნო პეცაი და გინდა ჰანს კრანკლი. ანუ მე რო ეხლა ვთქვა რომ ავსტრიას შანსი აქვს მეთქი, აქედან რო გავალ შეიძლება დამხვდეს ისა რა ბრიგადა არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებს. მაგიტო მოვინდო სანდროს ეს ეს და არაში დამთავრებულია ჩემთვის. არანაირი ავსტრია და ავანტიურაზე ცდილობდა რომ წამოეყო. ხო, არანაირი ავსტრია, აქ არის პირველ ადგილზე არგენტინა. მე იმას ვფიქრობ, რომ აი მე-16 ფინალში ურუგვაიზე რო გადიხარ იდეაში. ხო, იმიტომ რომ არგენტინა ურუგვაი არ არის ეს თამაში, რა ქვია. არა, და თან არგენტინელებს არ უყვართ სამხრეთ ამერიკელებთან თავისი ზონის. განსაკუთრებით ურუგვაისთან თან ასე რომ აქ პირველი ადგილი არგენტინას. კარგი, გავიყვანოთ პირველ ადგილზე არგენტინა მიუხედავად იმის რომ ბევრი ვეცადე სანდროს თავისი პირით. მე და ხარად როზი ვარ ავსტრიას აქ ამ ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავაკეთე. როგორ ვეცადეთ ამ სიტუაციის შემოთევას რომ სანდრო ჩავრთე თავის პროფესიულ ნაწილში და ავსტრიის თამაშგორ მაინც არ გამოვიდა. ალბათ ავსტრია მეორე პოზიციაზე, ალბათ თუ ალჟირს ხო და ალჟირის არ არის პულში ხელი მოკიდე და ეს არა. თან აი ახლა ამხანაგური თამაში ითამაშა ძალიან კარგად. ხო, ალჟირს სოფლიო ჩემპიონატებზე ქონია მატჩები, სადაც ტოპ გუნდებთან და ჯგუფის ლიდერებთან აუღია, ქულა იმად დაუკარგავთ ალჟირთან, თუმცა აი შედარებით უფრო მისთვის თანაბარ გუნდებთან ვერ ახერხებს ხოლმე, ხო უფრო. არგენტინასთან შეიძლება უფრო რაღაც დიდი მონდომებით და ცოტა რთული თამაში შემოგთავაზონ. გადამწყვეტ ავსტრიასთან ითამაშონ რაღაცის. გასაგები. მაგრამ მოდი მაინც ამ ჯგუფსაც ისე გავყვეთ, რომ ცოტა პატარა მცირე სენსაცია დავთესოთ, ალჟირი გავყვანოთ მეორეზე. თუ მეთანხმებით მაგ ამბავში. ხო, არა ვარ წინააღმდეგი. ხო, ალჟირი გავიდეს მეორე ადგილზე. აი, მაშინ გავიყვანოთ ამ შემთხვევაში. ეს ავსტრია და ბოლოს იყოს იორდანია. გადავიდეთ ახლა თქვენს თავარ კონკურენტთან. პორტუგალია.
კონგო, უზბეკეთი, კოლუმბია, მთავარ კურეთ გულისხმობ, იმიტომ რომ ანუ კოლუმბიას თუ ამ ჩემპიონატს რაიმე დაატვირთვა განსაკუთრებით ბევრი სხვა მსოფლიო დაატვირთვის იქით არის მესი რონალდუს მჭვალებში საბოლოო რიმატჩი. და ნახოთ რონალდუ რას იზავს, აი ესა მთელი ამ მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ. და ნახოთ ახლა პორტუგალიას რა გზას მივცემთ ჩვენ აი ამ ჯგუფის შემდეგ და არ ვიცი ხა თუ აქ ვინმე საუბრობს იმაზე რომ პორტუგალია შეიძლება პირველი პოზიცია ვერ დაიკავოს ან მე მაგას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ ისევ არგენტინის კომაგებმა აიღეთ თუ კიდევ ეს ყოველდღე უძლიერესი ნაკრები არის უძლიერესი შემადგენლობით თან შესარჩევი ციკლიდან და მანამდე ვთქვათ ევროპის ჩემპიონატიდან როგორც გაძლიერდა ნუ მოთამაშეები ვინც ახლა წამყვანი ფიგურები იქნებიან ნახევარდაცვას რო ვიაზრებს რა შეიძლება მოხდეს საოცრად დაკომპლექტებული გუნდია ნუ რონალდოსაც ბუნებრივი აქვს ისეთი ამბიცია რაც აქვს და სურვილი აქვს უბრალოდ ეს ყველაფერი ერთად ეს ქიმია როგორ დაждდება ამ ნაკრებში ეგ არის ხო, პირველი ადგილი ეკუთვნის. მეორე ადგილოსანი კოლუმბია გამოკვეთილი აქაც ამ შემთხვევაში და მე მგონია რომ უზბეკეთის ნაკრები გავა აქ მესამე პოზიციაზე, ბევრი რაღაცის მაინც ერთადერთი რაღაც მაქვს იტალიის მიმართ საგულშემატკივრო და არის აი ამ ნაკრებში კანავარო როა მთავარი მწვრთნელი და დავიტოვებ და გავიყვან მესამე პოზიციაზე ამ შემთხვევაში. უზბეკეთის ნაკრები საჯე ხო არის იტალიელები იქნება აუცილებლად აი ეს იტალიის გულშემატკივრები რაც ხავს ეჭიდებით და გადმოდით აი აირჩიეთ აი არგენტინას არა მე წინა ეპიზოდში არ არის ახლა წინა ეპიზოდში ვთქვი რომ წინა მსოფლიოზეც რა გაიკვირდებათ და რო არისო იტალიის ნაკრები მაშინ გარშემო ხო არავიდან რომ ყავდა წინაზე ვახსენე აი გქონოთ რომ თიკო არის ძალიან არგენტინის გულშემატკივარი ხო და ნუ მიზეზი ეგ არის რომ ეხა პირდაპირ მაქვს რომ აი არგენტინი რომ იქით რომ მივდივარ აი გადმოდი ჩვენ მხარეს. ხო, ვიქნებით თქვენკენ არ არის პრობლემა. ბოლო ჯგუფზე მივედით ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა, ასეთია. ბოლო ჯგუფი და აქაც ნუ პირველი მეორე ადგილი ალბათ ისეთი გამოკვეთილი ინგლისი, ხორვატია. ხო, ინგლისი, ხორვატია, ალბათ უდაოდ ასე. ნუ არ ვიცი შეიძლება რაღაც მოხდეს სოფლიო ჩემპიონატია კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ რაღაც სენსაციები იქნება, მაგრამ ნუ ლოგიკურად ასე ლაგდება რომ ინგლისი, ხორვატია არის პირველი მეორე პოზიცია და მერე განა და შემდეგ პანამა ასეთია ჩვენი სურათი. ნუ ჯგუფური ეტაპი დავასრულეთ და ახლა უნდა გადავიდეთ საუკეთესო მესამე ადგილოსნებზე. და ჩვენი 8 ნაკრები აი აქედან უნდა ავარჩიოთ. სენეგალი, ირანი, ავსტრია, კანადა, კოდივუარი, შვედეთი, პარაგვაი, ჩეხეთი, შოტლანდია, უზბეკეთი, კაპოვერდე, განა. აი ეს 8 გუნდი უნდა შევარჩიოთ ახლა. 2 გამოვრიცხოთ და მე დაგასწარით ყველას და 2-ს გამოვრიცხავ ეგრევე. გითხარი უზბეკეთს და განას. გავარტყი. ერთი კი უზბეკეთს და კაპოვერდეს. უზბეკეთი, კაპოვერდე გამოვრიცხოთ და ახლა მივყვეთ მეორე გამორიცხვის მეთოდით. მე მგონია რომ აი აქ სადღაც უნდა გამოვირიცხოს კოდივუარის და განას შორის. კი. ერთ-ერთი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მგონია რომ ჯგუფის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ როგორც დავალაგეთ და თან ალბათ კოდივუარი არ არის ის ნაკრები, რომელსაც შეუძლია რომ რაღაც ქულების რაოდენობით საუკეთესო არც განა და მაგათში შეიძლება მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მოდი მაშინ ესე გავაკეთოთ, რადგან უზბეკეთი და კაპოვერდე გამოვრიცხეთ. მოდი ხა პირიქით მივყვეთ. ვინც ვიცით და ხო ვითა გჯერა რომ ამ პოზიციაზე ანუ აი ამ 8 გუნდში მოხდება იმათ მივყვეთ და მე სადღაც ის ორი ადგილი გავათამაშოთ ბოლო როდის დაგვრჩება. აბა ხა ეგ მითხარით თქვენი აზრი. მე მგონია რომ სადღაც შვედეთი არის ერთი. ჩეხეთი მეორე. კარგი. იყოს შვედეთი და ჩეხეთი ამ ორ ნაკრებში. კანადაც კი, კანადა. კი. კანადა მივიდა 3. ეს გამოვიდა 3. ავსტრიის ნაკრებსაც რეალურად. მიუხედავად იმისა, რომ სანდრომ გითხრა თავის შეხედულება რაგნიჩ ავსტრია. ესე უნდა შევხედოთ სურათს, რომ პოტენციურად უმეტესწილად 4 ქულის ამღები ყოველთვის გადის. შესაბამისად ავსტრიას ჯგუფში რადგან რენკინგი არის, ანუ როცა მესამე ადგილოსნების ტოპ 9 დგება და ანუ აი აქ კი მეც მოყვები ავსტრიას ხო მაგდენი ქულის აღების საშუალება. სამქულიანები ვინც დაგროვდება ვთქვათ, ანუ ვთქვათ ისეთი შეიძლება, არ ვიცი, 2 ქულით გასული, ანუ 2 ფრერი თამაშოს, ერთი წააგოს ხო ეგეთი ვარიანტი. მე მგონია რომ დაждდეს, მაგრამ ნუ ძალიან არარეალურად მიმაჩნია 2 ქულიან, ხო 3 და 4. ირანის ნაკრები მგონია. ირანი? სამქულიანში შეიძლება რომ მოხდეს. ირანის ნაკრები ვიდრე მაგალითად მოხდეს იგივე განა.
ისევ იქიდან გამომდინარე რომ მე წეგან ირანს სადღაც მეორე პოზიციასაც ვაძლევდი იმ ყველაფრის გათვალისწინებით რა მოტივაციით შეიძლება ამ ნაკრებმა ითამაშოს. ნუ არ ვიცი, მაგას თქვენ ცუდად ამეხმაროთ. აი ახლა სენეგალი, ირანი, კოდივუარი, პარაგვაი, შოტლანდია, უზბეკეთი, კაბო-ვერდე, განა, აი ეს ნაკრებები დაგვრჩა. პარაგვაიც ალბათ უნდა მივიჩნიოთ. პარაგვაი. კი ბატონო, პარაგვაი ჩავსვათ. ეს უკვე 5. მოდი ახლა ირანს მაინც ჩემ იმას გავიტან და თან დავაპატარავებ ამ ყველაფერს და ორი ნაკრები. შოტლანდიის ჯგუფიც ისეთი ჯგუფი არის, სადაც გაიყოფა ალბათ ქულები, მაინც თანაბარი ჯგუფია და დიდი ალბათობით შოტლანდიაც მოხვდება ამ საუკეთესო. თან მაკტომინეის რაღაც ისეთი დიდ ტურნირებზე არ ვიცი, აი ნახოთ როგორ ითამაშებს, არ გვინახავს და მაგით ავწიოთ და მეშვიდე ნაკრები იყოს შოტლანდია და უზბეკეთი, კაბო-ვერდე, განა, სენეგალი, კოდივუარ შორის ავარჩიოთ ბოლო ნაკრები. აუ რა არჩევანი რა. ნუ ვინაიდან მე 2 ეგრევე გამოვრიცხე, ხო? განა, სენეგალი, კოდივუარი. განა, სენეგალი, კოდივუარი. ხო, აფრიკულებიდან გრჩება ესე იგი არჩევანი. აფრიკულიდან ხო მე მგონია რომ აფრიკულებში თუ ლაპარაკობთ სენეგალი არის. სენეგალი ის ნაკრები რომელმაც შეიძლება იგივე ფეხბურთელების ხარისხით მაინც ალბათ ჯგუფები გაითვალისწინეთ ამ საფრანგეთთან არის ხო სენეგალი? სენეგალი არის ცოტა რთული ჯგუფი არის, ერთი იმიტომ ეგა, რომ ხო. საფრანგეთის გარდა იქ არის ნორვეგია და სენეგალს 4 ქულის მოგროვება დიდი ალბათობით მაგ გაუჭირდება. შემთხვევაში განა არის უკეთეს ხო და აი განა არის უკეთეს პოზიციაში ამ შემთხვევაში. ხო, აი იქ რო ადგილები გაუცვალო, ხო, სენეგალი რო წამოიყვანო განასთან და განა, მაშინ კითხვა მოიხსნა. სენეგალი შეიძლება მეორე ადგილზე განა გავიდეს. პორტუგალია კოლუმბიასთან. ხო. მაგრამ იქ არის კონგოც. ხო და ის 3 ქულის ამღები პანამასთან აი ეგ უნდა გაითვალისწინოს. შეიძლება იყოს განა. სწორი შენიშვნა. ხო და ნუ აი მაშინ განა რა. მაგიტომ აი პანამასთან აი თუ 3 ქულიანებზე ვაპარაკობთ და გოლის გამტანებზე და რაღაც, ანუ განას აქ იმის შანსი რომ პანამას მოუგოს რაღაც ისეთი ანგარიშით, რომ სადღაც ის 3 ქულა და უკეთესი მდგომარეობა გაითვალისწინოს. ნუ არ ვიცი. ოკეი, იყოს განა. განა. ესეც ჩვენი 8 გუნდი, კიდევ ერთხელ გადავიაროთ, განა, შოტლანდია, ჩეხეთი, პარაგვაი, შვედეთი, კანადა, ავსტრია, ირანი. ეს ჩვენი მესამე ადგილოსნები ასე გამოიყურებიან. ანუ აფრიკულებიდან წავიყვანეთ მესამე ადგილოსანი განა. კი ბატონო. და ახლა გადავედით უკვე პლეი-ოფის სისტემაზე, სადაც პირველი თამაში ასეთი დაგვიჭდა. გერმანია, პარაგვაი. ამოდი რაღაც ისე რომ გავყვეთ, გერმანია გავიყვანოთ ხა აი ამ ზადა მილოცნია ამ ამბიდან. გერმანიის. შემდეგი თამაში დაგვიჭდა საფრანგეთი, შვედეთი. აკაც ხო, საფრანგეთი გავიყვანოთ, მაგრამ კარგი პირველი საპლეი-ოფო შეხვედრა, რაც შეიძლება გამოიკვეთოს, არის ერთ-ერთი საფრანგეთი, შვედეთი, თან რაღაც ევროპული დაპირისპირება და საინტერესო მატჩი. კორეა, ბოსნია არის კიდე ერთი ესეთი. კორეა. მოდი აქ. კორეელები გავიყვანოთ. იაპონია, მაროკო. რთული წყვილია. აი ძალიან რთული ამბავია. აქ გეოდებით ხა. რთულია მართლა აქედან. ძალიან რთული ამბავია. ნუ მე მაინც ჩემი სიმპათიები იაპონიას მხარეს იქნება, იმიტომ რომ ზოგადად მგონია რომ უფრო მეც მგონია რომ იაპონია იქნებათ რატომღაც ესე მგონია რომ შორს აავლენ და მაგ ლოგიკით მაინც იაპონიას ავირჩიოთ. დავჩაგროთ მაშინ მე და შენ სანდრო და იაპონია გავიყვანოთ ამ შემთხვევაში. და აზიური წვილი ჯდება მერე? კი და საინტერესოა ეგ მომწონს ეგ ამბავი. კოლუმბია, ხორვატია. კოლუმბია. მაინც სამხრეთ ამერიკა აქ. არა, მარტო მაინც სამხრეთ ამერიკაზე არ არის რა. ხორვატია, ანუ მე ისე ვიგუბრუნდები. ხორვატია ბელგიის თამაში მიმყავდა. ხო. ძალიან ცუდი შტაბი. და აღარ გვინდა ზლატკო დალიჩი და ხორვატები ცოტა ხანი დაგვეშვიდობენ საწყის ეტაპზე. ძალიან, ანუ რეალურად თან ჯგუფში ცუდი შტაბეშტილება დატოვეს ხორვატებმა. ჯერ ჯგუფში გავიდნენ მეორეზე როგორც მივანიჭეთ, მაგრამ დაუჭირდებათ, ხო. ამ შემთხვევაში ესეც რო დაждდეს ალბათ სწორია. თან ცოტა რაღაცა ესეთი გაუგებარი ნაკრების შტაბეშტილება დატოვა რა. ესპანეთი, ალჟირი. კითხვა არის მის. გასაგებია. ამერიკა, კანადა. ოხ, რა წვილი მივიღეთ მე-16 ფინალში მასპინძლების. აი, ეს იქნება კანადა. ძალიან კარგი თამაში. როგორც თამაში. იყოს ხო? არასაფეხბურთო აფიშაა, ხო? არასაფეხბურთო აფიშაა. ამერიკა რა, ნუ მგონია რომ მაინც ჯობია. ჩვენი შეკრება მარტო აი ამისთვის ღირდა რომ ამერიკა კანადა დავსვით. იმაზე რა ქვია პლეი-ოფში რა. და იქით მერე გუჯდება. და იქით მერე კორეა, იაპონია, ხო? აი, ამერიკა გავიყვანოთ ამ შემთხვევაში, ბელგია, ჩეხეთი. ბელგია. კი ბატონო, მოყვებით მაგ ამბავში. ბრაზილია, ნიდერლანდები. ის მსოფლიოს ჩემპიონატის ისეთი
დაპირისპირება შეიძლება გამორჩეული ტრადიციული და თან პირველივე პლეი-ოფი ბრაზილია, იმიტომ რომ წეგანს ფაქტორები რომელიც მოიყვანა ჰოლანდიის პერიოდისთან ფორმის ბრაზილიელსაც არ უხინს ახლა მასაც გარდამავალი პერიოდი აქვს და რაღაცა მან წვნელის ფაქტორი და მით უმეტეს ასეთ უკვე საპლეი-ოფ შეხვედრებში ანჩელოტის წონა გაცილებით მაღალი. აი ახლა შემდეგი თამაში დალასში იქნება ძალიან საინტერესო, რადგან ეკვადორია, რომელიც ფაქტობრივად გოლს არ უშვებს და არის ნორვეგია. სუპერ გამტანი, რომელსაც შეუძლია რომ ყველას და ყველაფერი გაუტანოს, ისე მაგარი დაცვა, მაგარი თავდასხმის. ეს კარგი თამაში, მაგრამ აი აქ საინტერესოა თქვენი მოსაზრება რა და როგორ ნორვეგია ჩემი ხო, მე როგორც შემტევი ფეხბურთის მოყვარული და მეც მოყვებით მაგამ კარგი ფეხბურთელია ესტუპინიანი, მაგრამ მჩევნია ხალხთან არა მსგავსები. მეც მოყვებით მაგამ. მექსიკა, შოტლანდია. მექსიკა აქ თან სპინძლის ფაქტორი. ინგლისი, ავსტრია. მაგაც ჰარიკეინი და ძმანი მის. გასაგებია. არგენტინა, ურუგვაი, ალბათ ურუგვაი ამ შემთხვევაში, მაგრამ არა, გავიყოლოთ. არგენტინა. თუ ჩვენ ხარეს გადმოხვედი მაშინ შემოგვიერთდა. სახში შეიძლება აღარ შემიშვან, ეხლა აქ ურუგვაი გავიყოლო. თურქეთი, ეგვიპტე. სახელმწიფო ჯერ მიღწევა ურუგვაი გავიდე და მე. ისე თუ ეს წყვილი დაჯდა, ხო, მართლა უხერხული თამაში იქნება არგენტინისთვის. ხო, ძალიან. ანუ არ არის ეს ისეთი თამაში, რომ რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაის არ ყავს კარგი შემადგენლობა. ხო? მაინც ურუგვაია და ეს შიდა სამხრეთ ამერიკული და ბიელსა და რა. თელი ბევრი ამბები, კი ბატონო. თურქეთი, ეგვიპტეში, თურქეთი. ამ შემთხვევაში მეც ასე მგონია, შვეიცარია, ირანი, ბევრი ვაკეთ შვეიცარია და ულაპარაკოთ და პორტუგალია, განა, აქაც პორტუგალია. გავიყვანოთ შემდეგ ეტაპზე. ახლა გავყვეთ პირველ შეხვედრას უკვე მერვე ფინალში და გერმანია, საფრანგეთია. ჩვენი პირველი დაპირისპირება. აი აქ უკვე გართულდა რაღაცეები, მაგრამ მე მაინც გონია რომ აქ საფრანგეთი იმისევ იმ შემადგენლობის სიღრმის გათვალისწინებით ხო და მხოლოდ და ისევ იმით რომ აქ ამ ნაკრებში მუშაობს დეშამი, რომელსაც საპლეი-ოფ სისტემაში შეუძლია. აი ეს შემადგენლობის სიღრმე და ესეთი ვარსკვლავურობა არ გახდეს რაღაცა ერთი დამღუპელი. დამღუპელი არა, მაგრამ 6-ის ბრაზილია არ დაემართოთ. რაღაცა ყველამ არ დაიწყოს, აი მან ძალიან უნდა გაითვალისწინონ ეგეთი შემადგენლობით როცა არის ნაკრები, რომ ერთმანეთს გაუწიონ ანგარიში და იყოს სრული რაღაცა ისეთი შეთანხმება, ანუ აი ინდივიდუალურ თამაშზე ნაკლებად უნდა გადაიწყონ და ისეთი ინდივიდები არიან ამ როგორ გინდა რომ გუნდურობაზე გადააწყო. შერკი, ოლისე და ბამპე სადუნა მოტოკონეგის იქვია დემბელეც. იქვია დუე და იქვია ბარკოლა და ხო და აი მაგაზრს გავაგრძელებ ახლა მე შენსას რა ახარას. აი ეგ თუ არ იქნა საფრანგეთში, გუნდურობა თუ არ იქნა საფრანგეთის ნაკრებში, ხო? საფრანგეთის ნაკრებს მოუვა ის რაც მოუვიდა 2022-ში არგენტინას. როდესაც ჩავიდა არიკა და იგდე ალესანდრო და აიმარი და ასე შემდეგ და ვარსკვლაველით თან ბიელსა და უცებ დადგა რეალობის წინაშე, რომ ამდენი ინდივიდუალისტი და მიუხედავად იმისა, რომ იმ არგენტინამ შესარჩევით ძალიან მაგრად გაიარა და ეს საშიშროება თითქოს არ ჩანდა, რომ გუნდურობა დააკლდებოდა, ხო? ანუ აი ზუსტად ეს მომენტი დააკლდა, მართალია იქ მოხვდა იგი მაშინ სიკვდილის ჯგუფში, ოღონდ იმ ჯგუფში ჩარჩა და ვინც ამას სოფლიო ჩემპიონატის წინ ვინ გარისკავდა და იტყოდა, რომ არგენტინამ ჯგუფში ჩარჩება, ხო, ვერავინ, ასეთი ადამიანი არ არსებობდა დედამიწის ზურგზე. თავარ ფავორიტად ჩავიდა იმ სოფლიოს. საფრანგეთის ნაკრებს თუ დეშამმა მოახერხა და ეს ეგოები მოთოკა, ხო? და პირველ რიგში მბაპესი, ხო? ეს შეიძლება ძალიან თუ მოთოკა, მაშინ ოკეი, თუ ვერ მოთოკა, ხო? ეს შეიძლება საფრანგეთის ნაკრებს ძალიან ცუდად შემოუტრიალდეს, მით უმეტეს გერმანიასთან. მოდი მე მოყვებით მაგ ლოგიკაში და მგონია რომ საფრანგეთის ნაკრებში ახლა მბაპეს მოთოკვა კიდევ უფრო რთული იქნება ვიდრე გასულ ორ სოფლიო ჩემპიონატზე. მაშინ ჯერ კიდე არ იყო ეს ეგო ისეთ დონეზე და თან არც დემბელი არ იყო ის დემბელი რომელიც ახლა სოფლიო ჩემპიონატზე ან ოქროს ბურთის მომგები და დემბელი ჩადის რომელმაც ორჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა მოიგო იმ PSG-სთან ერთად სადაც ბაპემ ვერაფერი ვერ მოიგო დიდი შესაძლოა ხო ბევრი რაღაც შიდა დაპირისპირება შეიძლება ოქროს ბურთის 3 მოთამაშე არის ნაკრების და ეს ადამიანები ხო თავის
რაღაც დამტკიცებასაც შეეცდებიან. და მოდი დავატრიალოთ ეგ ამბავი. შეიძლება სხვა თქვას რომ აი როგორც ხარაზა მახსენა რომ სამი დიდი კანდიდატი ოქროს ბურთის მომგების ერთ გუნდში, მაგრამ ჩვენ დავატრიალოთ და ვთქვათ რომ ამ ნაკრებს გაუჭირდება ეგოების თამაში და გერმანია გავიყვანოთ ამ წვილიდან. რას ფიქრობთ ამ ყველაფერს? მოყვები. ხო, ცოტა რთული არის მთავარი ფავორიტის მეორე ეტაპზე გამოგდება. სოფლიო ჩემპიონატიც მაგრამ ნუ ასეთია, მეორე რთული. მხარესაც ისეთი გუნდია ეხა გერმანიის. გერმანია რა, ეხლა უყურე რამდენადაც ეს გერმანია შეიძლება სახელებით არ გრგვინავდეს დაუშვათ, ხო? ამ გერმანიას შეუძლია ჩემი აზრით, რომ აი ესეთი გუნდები, როგორც არის საფრანგეთი, ამოაყირაოს და გააკეთოს რა. მოდი გავიყვანოთ მაშინ გერმანია ამ შემთხვევაში და გადავიდეთ კორეა-იაპონიაზე. იაპონია ისევ აქ. მეც მოყვებით მაგ ამბავში და გავიყვანოთ იაპონია და კარგი თამაში ჯდება შემდეგ გერმანია-იაპონია შორის. კოლუმბია ესპანეთში, აქ ესპანეთი არის ალბათ ის ნაკრები. ხო, რამდენადაც არ უნდა ეხლა სამხრეთ ამერიკა ილაპარაკო, მაინც ის. და ამერიკა ბელგიაზე მივედით და ალბათ ისეთი მე ამერიკას გავიყვანდი აქ ბელგიასთან, იმიტომ რომ ამ ბელგიის ნაკრებთან, რა ვიცი, საშუალო დონის ნებისმიერ გუნდს აქვს შანსი, რომ თვითონაც ისევ მასპინძლის სტატუსის გამო თუ აქამდე მოვიდა და ეს მატჩი შედგა, ამ დაპირისპირებაში ამერიკის მხარეს ვიქნები და გამიხარდება თუ გავა და ამერიკის მხარეს ვიქნები და გავიყვანდი ამერიკას. ბრაზილია, ნორვეგია, შემდეგი დაპირისპირება. ძალიან კარგი თამაში იქნება. მაგარი. ძალიან მაგარი თამაში დაჭდა. თოლია, მაგრამ ალბათ ბრაზილია. გავიყვანოთ ბრაზილია. თორე იქ საფრანგეთი არ გავიყვანეთ, აქ ბრაზილია არ გავიყვანოთ, შეიძლება აღარც მოგვისმინონ მე ლაივების დროს. მექსიკა, ინგლისი. აქაც მასპინძლის ფაქტორია, თუმცა ინგლისი მგონია რომ აუსრულებელი რაღაცების დასასრული იქნება მოვიდეს. მოდი გავიყვანოთ ინგლისი და შემდეგ ვილაპარაკოთ ინგლისის მომავალზე. იმიტომ რომ იქ უფრო რთული თამაში და მექსიკა რო გავიყვანოთ. და მექსიკის მომავალზე ვერ ვილაპარაკოთ. კაი, გავიყვანოთ ინგლისი. არგენტინა, თურქეთში, არგენტინა გავიყვანოთ და ხმას აღარ ამოვიღებ. თუმცა ესეთი მატჩიც რო დაждდეს და გავიყვანოთ. თურქეთთან ძალიან საშიში იქნება. შვეიცარია, პორტუგალიაში გავიყვანოთ პორტუგალია და აი მერე ვილაპარაკოთ უკვე უდიდეს დაპირისპირებაზე. როგორი წვილი გამოგდის, ნახე? შვეიცარია, პორტუგალია, ის უმაგრესი თამაშია. გადავიდეთ ახლა უკვე მეოთხედ ფინალებზე, სადაც გერმანია, იაპონია პირველი. ნუ რავი, ახლა ეს გერმანია საფრანგეთთან თუ გავიყვანეთ, მაშინ გავიყვანოთ მასთანაც რა ქვია. იაპონიის ის სვლა, რომელიც ხარაზამ არაერთხელ ახსენე რომ შორს ივლის, აი აქ ხო და ეს ხო შორს არ არის შორი. ესპანეთი, ამერიკა და პირველი სერიოზული გამოცდა ექნება ესპანეთის ნაკრებს. და ჩააბარებს ჩემი აზრით. ჩემითაც. აქაც ესპანეთი გავიყვანოთ. ბრაზილია, ინგლისი. აი ეს არის წვილი, სადაც მაინც მგონია და ჩემი სიმპათიები უბრალოდ ბრაზილიის ნაკრებს გავიყვანდი. ბრაზილიის მხარეს და თქვენ აი ეს ერთით-ერთ შენ გადაწყვიტე სანდრო. ბრაზილია, ინგლისში მე გავიყვან ბრაზილიას. 2-1 ბრაზილია გავიდა ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ბრაზილია გავყავს. არგენტინა, პორტუგალია. თუ შეიძლება ხარაზასთან გადადით მაგში. მოდი ხარ აგარებ, ეხლა წინასწარ გეუბნებით, რომ აი ახლა რასაც თქვენ იტყვით, დიდი ალბათობით ჩემპიონატის დასრულების დროს თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ყოველ მიზეზს გარეშე, კი? არა, დაუფიქრდით ყველა იმ სიტყვას, სადაც შეიძლება მნიშვნელობა, ანუ რეალურად ფეხბურთისთვის ამ ორი ძალიან დიდი ფეხბურთელისთვის, მესისთვის და რონალდოსთვის ესეთი რამ რომ მოხდეს, კარგია, საჭიროა, ჩვენს მახსოვრობაში დარჩება და თაობები მე გაიხსენებენ ხოლმე, იმიტომ რომ მათი მართლა თუ მათი last dance-ია და ესია ბუნებრივია მომდევნო მსოფლიო არ უნდა ითამაშო და არადაირი ბუნებრივი კანონზომიერების მიხედვით მაშინ ხო იყოს ეს მატჩი და ესე დაждდეს ძალიან მაგარი რამე იქნება და რაც შეეხება აქ ბუნებრივია ჩემი პირადი მეც მოყავით ხო მოდი ახლა არგენტინა გავიყვანოთ და მე უფრო მაგარი დაპირისპირება ხო რა იმიტომ რომ აქ ვზივართ არგენტინის როგორც მინიმუმ 2 გულშემატკივარი შესაბამისად ახლა მე და ხარაზამ რომ დავიწყოთ რომ იცი არგენტინა პორტუგალიაში გავა პორტუგალია ხო არავინ აბსოლუტურად არ დაგვიჯერებს არც ერთ სიტყვას რო თქვა რომ მე აქედან რომ გავა სანდრო ვარ ცნობილაძე იმას აღარ დამიჯერებენ თუმცა ერთი ფაქტორი მაინც სახსენებელი არის ალბათ, იმიტომ რომ
ამ ორი ძალიან დიდი მოთამაშის გარშემო გაერთიანებულ გუნდს თუ ავიღებთ ესეთ გადამწყვეტ საფლეიფო შეხვედრაში არგენტინას თიმმეიტი გაცილებით მეტი აქვს ვიდრე პორტუგალის ნაკრებს და ეს მე მგონი არ განიხილება არც თქვათ რონალდოს გულშემატკივარში და არც მესის გულშემატკივარში და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივარში ეს სახეზე ანუ ფაქტი სახეზე არის იმიტომ რომ სწორედ ამ ხასიათით და ამ ერთობით შეძლეს წინა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება თორე ხა ესე სახელებით შეიძლება პორტუგალიის ნაკრებში მოცემულ ეტაპზე უფრო კარგ ფორმაში მოთამაშეები თამაშობენ. როგორც მინიმუმ, ხო? ანუ მინიმუმ, როგორც მინიმუმ ფურცელზე პორტუგალიის ნაკრები უფრო ძლიერია. მოდი, ნახევარდაცვას ვიტყვი, ვიტინია შოვანეოში, ბრუნო ფერნანდეში იქნება დიდი ალბათობით ნახევარდაცვაში და აი ეგ ამბობს იმ ხარისხს, რა ხარისხი შეეწევა მომცენში. აღარ შევყვეთ დაცვას ალბათ და ასე შემდეგ და ხა იქ წინის ორი ტიტანია და გადავიდეთ ნახევარფინალებზე, სადაც დალასი უმასპინძლებს გერმანია ესპანეთის ნახევარფინალურ შეხვედრას. წავიდა გერმანია მესამე ადგილისთვის მატჩში. მეც ესე მგონია, რომ აქ ესპანეთი გავა ფინალში. ანუ ესპანეთი გაგვყავს და ბუნებრივია. და მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება, რომელსაც უკვე ატლანტა უმასპინძლებს, არის ბრაზილია არგენტინის შორის. აქეთა მხარეს ქვედა ძალიან მაგარი წყვილები ჯდება ყველა ეტაპზე, ესეთ გამორჩეული მატჩები იყო. ხო, აქაც იგივე იმას შევხედეთ. ხო, გადის არგენტინა. ხო, ნუ რაღაც ჩვენ აქ ორი არგენტინის ორი გულშემატკივარი. ხო, იგივე სვიტყვი რა, ანუ უყურე, ეხლა ბრაზილია, არგენტინა, პორტუგალია რო თამაშობს, რეალისტურად რაღაცები აფასო აგიჟდე, ხო, რომელი გუნდი ჯობია რაღაც ანუ აქ ხო კონკრეტულად ის წვიტავს, ვის გულშემატკივრობ, ხო? მე გულშემატკივრობ არგენტინას, ამიტომ პორტუგალიასთანაც და ბრაზილიასთანაც ვამბობ, რომ გავა არგენტინა, იმიტომ რომ ეხლა არგენტინა ჰაიტი ხო არ არის, ხო? გასაგები. არა, ისედაც ეს ძალიან ისეთი იყო, ძალიან ჯენტლმენური შეფასება იყო და ისეთი დელიკატური. ხო, ანუ თქვით ყველაფერი სანდროსგან, მაგრამ ამ ბრაზილიის ნაკრებს ესეთ მდგომარეობაში მყოფს არგენტინამ უნდა მოუგოს. ესე შეკრულმა არგენტინის ნაკრებმა თუ აქამდე მოვიდა, ხო, არგენტინამ რომელმაც გამოაგდო ჩვენ შემთხვევაში ურუგვაი, გამოაგდო თურქეთი და შემდეგ პორტუგალია საჯობა, ამ ბრაზილიას უნდა მოუგოს, კი. აი ამ ლოგიკას მივყვეთ. კი ბატონო. და ფინალი რომელსაც ნიუ-იორკი უმასპინძლებს არის არგენტინასა და ესპანეთს შორის. 19 ივლისი, ეხლა უცბად წარმოიდგინეთ, არის 19 ივლისი. 24 საათზეა, ხო? 23-ზე თბილისით. მიდიხართ და თუ მოკალათით ამ თამაშის საგურებლად და არ ვიცი, ალბათ აქ უკვე ობიექტურობაც უნდა მოგთხოვოთ რაღაც ნაწილში. მესმის თქვენი სუბიექტური ნაწილი მაგრამ ობიექტურობასაც მოგთხოვთ და გადავწყვიტოთ ჩვენი მსოფლიო ჩემპიონის ბეთი. Back to back ჩემპიონობა, სანდრიკ. მოდი მე დავიწყებ მაშინ რა და შესაბამისად ის რა ქვია. უყურე ესპანეთის ნაკრებში არ მგონია რომ იდგეს ის პრობლემა რომელიც დავასახელეთ ფრანგებთან მიმართებაში მიუხედავად იმისა რომ სისტემაა და მიუხედავად იმისა რომ ნიკო ვილიამსი და იამალი არიან. ხო, დელა ფუენტეს შეუძლია და ესმან აჩვენა რომ დელა ფუენტეს უჭირავს ეს გუნდი ძალიან მაგრად. ხო, ესპანეთის ნაკრებს ყავს როდრი, რომელიც ჩემი აზრით არის თავის ადგილზე და თავის პოზიციაზე საუკეთესო ხო, თუმცა ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა, ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა. კი, გეთანხმები ყველაფერში. არ არის ის მის საუკეთესო კონდიციაში. ხო, ეს ახლა არ არის. და იმაზე მე მგონია რომ სოფლიო ჩემპიონატისთვის წესი უნდა იყოს. ესპანეთის ნაკრებს აქვს ძალიან დიდი რეზერვი, რომელიც მას აქვს. და დაუშვათ იგივე როდრი არ იქნება, შეიძლება იყოს სხვა. ესპანეთის ნაკრებს ყავს პედრი, რომელიც არის ჩემი გადმოსახედიდან თავის პოზიციაზე ასევე საუკეთესო. ანუ თუ ესე მივყვებით, ხო? ფავორიტი არის ესპანეთი. მეორე მხარეს დგას გუნდი, მე არ დამოვიწყდება წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ უგუ როგორ მოვიდა, შემოვარდა იქ ოფისში და ფეხბურთელ ნახევარით მსოფლიო ჩემპიონატი როგორ მოიგეთ გამაგებინეო რა. ანუ აი ეხლა ზუსტად ეგ საკითხი არის რა. ეხლა ფეხბურთელ ნახევარი აღარ არის, იმიტომ რომ შესაბამისად ეხლა ძალიან ბევრი უკვე ბევრის მნახველი ფეხბურთელები არიან, ბევრის მნახველი გუნდია. და მე ვიტყოდი ერთ რამეს რა, საბოლოოდ რომ აი ეს რომ დავასრულო ეს.
ჩემთვის ამ თამაშში ეს თუ ესე დაჯდა, ამ თამაშში ყველაფერს გადამწყვეტი არის მესი. გასაგები. ხვდები, ანუ მესი ითამაშებს იმას, რაც მან ითამაშა დავუშვათ ნიდერლანდებთან 2022-ში, ხორვატიასთან 2022-ში, მაშინ არგენტინა იგებს. თუ მესი ვერ თამაშობს იმას, რა თამაშების დავასახელი, ხო? მაშინ ვერ იგებს. ყველა სხვა დანარჩენ ეტაპზე არგენტინამ შეიძლება მოიგოს იმითი, რომ მესი არ იყოს ბოლომდე მესი მაგრამ მესისთვის იყვნენ დანარჩენები. მესისთვის იყო. აქ მესი უნდა იყოს ბოლომდე მესი. რომ იმისთვის რომ მოიგოს ესპანეთს რა. თუ მესი იქნება, მაშინ თუ მესი არის ბოლომდე მესი, მაშინ არგენტინა იგებს. თუ მესი არ არის ბოლომდე მესი, მაშინ ესპანეთი იგებს. ხო, ხარა შენს თქვი და მე ვიტყვი საბოლოოს. უმეტეს რაღაცები თქვა სანდრო, მაგრამ ისე ერთადერთი მგონია რომ ესეთი თამაში რო შედგეს, თუნდაც ფინალში, ზოგადად ესპანეთის ნაკრებს თუ ვინმესთან გაუჭირდება, არგენტინის გუნდთან გაუჭირდება. ანუ ესპანეთი უფრო ადვილად მოუგებს გერმანიას, მაგალითად, ჩემი გადმოსახედიდან, ან ნიდერლანდებს და ასე შემდეგ. აი ამ რაღაცნაირად ბოლომდე მებრძოლ ძაღლებივით რო დაგზდევენ ფეხში არგენტინის ნაკრებთან, უფრო რთული იქნება გამარჯვების მოპოვება და ფინალია ყველაფერი ხდება ასე რომ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება რაც თქვა სანდრო რომ უფრო დიდი ფავორიტი არგენტინასთან შედარებით ესპანეთის ნაკრები არის ზოგადად ისედაც მიჩნეული ხო? წინა საჩემპიონოდ რატომაც არა რომ აქ შეძლოს ეს მეორე ჩემპიონობის მოპოვება. მე ჩემ ბოლოს სიტყვაობაში რაღაცას ვიტყვი რომ ალბათ პატარა ლუკა სადღაც როცა ფეხბურთს უყურებს და ამ ფეხბურთის ყურებაში სადღაც აუცილებლად ორივე თქვენგანი ხართ უკვე ეკრანზე და თქვენ გიყურებთ და იქიდან მოყოლებული რაღაც ვიწყებ ფეხბურთის გულშემატკივრობას ალბათ საკუთარი გამარჯვება შეიძლება იყოს ის რომ აი თქვენთან ერთად ზივარ ახლა აი აქ ლაპარაკობ და აქ მოვაგებინო ესპანეთს ორ ასეთ არგენტინის გულშემატკივარში და თან ისეთ ადამიანში და რომელთა ყურებაშიც მე გავხდი ფეხბურთის გულშემატკივარი მაგრამ მეორე არის ესეთი რაღაც რომ შეიძლება ძალიან ბეწვის ხიძზე გავიარო და აი ამ ორ ადამიანს რომელსაც უყურებდი ბავშვობაში და არ დავუჯერო და მე გახდეს ისევ არგენტინა სოფლიო ჩემპიონი და ის მიზეზები კიდე რაც შემოვთვალე და იმან კიდე უფრო გამერთულოს ცხოვრება მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ეს თამაში თუ არ დაჯდა, აი ახლაც რაღაცა ის ემოცია ის ემოდის რა, ის რომანტიზმის მსგავსი, რომ ეს თამაში თუ დაჯდა ასე და სოფლიო ჩემპიონი წავიდა ასე, ბევრი ისეთ ფაქტორი იქნება ამ ფინალის ირგვლივ. თუ ყველა ჯანმრთელად იყო, რომ იამალი და მესი იქ პედრი და მესი და იქ ესპანეთი და მესი და ან მესის იმიტომ არგენტინას არაფერს არ უწუნებ, მაგრამ მაინც მესიზე იქნება მთელი ყურადღება და ბევრი ის ფაქტორი, რაც ამ თამაშს გახდის კიდევ უფრო დაუვიწყარს და თუ საფრანგეთი არგენტინა წინა სოფლიო ჩემპიონატზე თამაშით და ანგარიშით და მიმდინარეობით იყო ერთ-ერთი თუ არა საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი სოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში. ეს თამაში იქნება რა იცი აი დატვირთვით თავიდან ბოლომდე ის რო აი რაც ეგან თქვენ ახსენეთ რომ ზედიზედ ორჯერ არგენტინა და მესი ასე მიდის ფეხბურთიდან რომ ორჯერ სოფლიო ჩემპიონატი მოიგო და წავიდა თან მოიგო ამერიკაში თან მოიგო ესპანეთთან თან მოიგო იამალთან რომელსაც ასე ვთქვათ მის ნათლიად არის წოდებული საკლუბო ფეხბურთში და ბევრჯერ გვინახავს ხო ის სურათი ჯერ ვერავინ ვერ გაიგო ეია თუ ნამდვილია თუ მართლა მოხდა თუ არ მოხდა ბევრი რაღაც არის ამ მატჩის ირგვლივ მაგრამ ისევ ფეხბურთისთვის და ისე მგონია რომ ეპოქის დასასრულისთვის და თუ იამალის ეპოქა იწყება და თუ იამალი მივიდა იქამდე რომ ნუ აი ამ სოფლიო ჩემპიონატის მერე უნდა დაიწყოს და თავისი ეპოქა შექმნას მოდი მაშინ აქ დაამთავროს იმ ადამიანმა ვინც დაიმსახურა რომ დაამთავროს ორი ზედიზედ სოფლიო ჩემპიონობით და მერე უკვე დაიწყოს იამალის ახალი თაობა რომელსაც აქ ძალიან დიდი დრო მარტო ამ სოფლიო ჩემპიონატზე კი არა იმის იქით სოფლიო ჩემპიონატზე იმის იქითაც და იმის იქითაც თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც ამ ფეხბურთელის ირგვლივ არის დაგეგმილი. ჩვენ არ ვიცით ბუნებრივია რა და როგორ იქნება, მაგრამ ხელს მოვაწერდით ამ აი მოვაწეროთ მაშინ ერთად ხელი გახდეს სოფლიო ჩემპიონი 2026 წელს არგენტინა დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთის ნაკრების წინ დაუღდა ფინალში ნიუ-იორკში ნიუ-ჯერსის სტადიუმზე და აი თუ ყველაფერი ასე მოხდა სოფლიო ჩემპიონატზე ის დაუვიწყარი მუნდიალი, რომელზეც აი ამდენი ვისაუბრეთ უშუალოდ ლაივების დაწყებამდე,
მართლა გაამართლებს ყველანაირ მოლოდინს და ალბათ არასდროს არავის არ დაავიწყდება, ვისაც ეს მუნდიალი ექნება ნანახი. ნუ ფაქტი ერთი არის, რომ ამ ბრეკეტის გაკეთებით, შევსებით მართლა მაგარი წყვილები გამოდის, პლეი-ოფი მართლა ძალიან საინტერესო იქნება. აქვე ვისი როგორ განვითარდება, მე ყველა ერთად ვნახავთ ჩვენი მაყურებელი. გასართობად არის გადასარევი ამბავი. ჩვენს ოფისში და ასე შემდეგ. გასართობად არის მშვენიერი ამბავი. შესაბამისად ჩვენს გავერთოთ რა. და მესამე ადგილი არ დაგვავიწყდეს, მაინც დავახსენოთ გერმანიასა და ბრაზილიას შორის ჩასატარებელი მესამე ადგილს შეხვედრა. თან მესამე ადგილის მატჩი ხო ისეთ დატვირთვას ატარებს და მე მგონია რომ ამ სილაღეში და გახსნილდა ღია და ინდივიდუალურ ფეხბურთში მაინც ბრაზილიამ უნდა აჯობოს ჩემი აზრით გერმანიის ნაკრები. ხო, ნუ ბოლო-ბოლო ახლა. არა, კარგი რევანში, ესე თუ მოხდა, კარგი რევანშის საშუალება იქნება, იმიტომ რომ მე ესეთ დონეზე აღარ გადაყრია. და ანჩელოტისთვის თან როგორია ხო, პირველი მსოფლიო ჩემპიონატი? თუ ესე დაждდა, საკმაოდ ისეთი მაგარი აფიშა იქნება მესამე ადგილს გუნდებიდანაც, ანუ რაც ბექგრაუნდითაც და თამაშის ხარისხიც ბუნებრივი ეხმაურება. ასეთი იყო ჩვენი პროგნოზი და ჩვენი ბრეკეტი მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ძალიან ცოტა დრო დარჩა, იმდენად ცოტა დრო დარჩა, რომ არც კი მჯერა, რომ აი შეიძლება ხვალ აგერ დაიწყოს მსოფლიო ჩემპიონატი და თან ეს ყველაფერი მივიღოთ, რადგან ახლა ვილაპარაკეთ. უდიდესი სიამოვნება მივიღო უბრალოდ ამ ყველაფრის შევსებითაც და შეელობითაც კი და წარმომიდგენია რა შეიძლება მოხდეს, როცა აი ამ თამაშებს ჩაუჯდები და მე ჩემთვისაც ესეთი მსოფლიო ჩემპიონატია, იმიტომ რომ პირველად მექნება შანსი რომ ვუყურებ მსოფლიო ჩემპიონატს, ვუგუშემატკივრებ რაღაც და მე მოვალ და ბევრს ვილაპარაკებ თქვენთან ერთად, რაც თავარია და მგონია რომ დაუვიწყარი საღამოები, ღამეები, დილები და ბევრი რაღაცა გველოდება წინ გათენებულ რამეებთან ერთად დარწმუნებული ვარ რომ მაინც ბევრი ენერგია მოყვება იქამდე რომ აი ესეთი ფინალი თუ დაჯდა მართლა შევინახოთ ყველა ემოცია. მადლობა თქვენ და მადლობა იმისთვის რომ აი ამ გადაცემების და ეპიზოდების სერიაში იყავით ჩვენთან ერთად. ახლა უკვე დრო მოვიდა იმის რომ ლაივებზე შევხვდეთ ერთმანეთს და უფრო ბევრი ვილაპარაკოთ თქვენთან ინტერაქციაში და ბევრი რამ გავიხსენოთ და უკვე თან თამაშებსაც მივყვეთ უშუალოდ. მადლობა. დროებით